Გადოებრივი მაუწყებელი ისევ ქმედითი ბორდის გარეშე რჩება ახალი სამეურვეო საბჭოს ფორმირებისთვის პარლამენტის მიერ დაკომპლექტებულმა საზოგადოებრივმა კომისიამ კანდიდატები შეარჩია, მაგრამ ახლა თვითონ დეპუტატები ვერ აკეთებენ არჩევანს. აქვს თუ არა ადგილი კანონის დარღვევას, აქვს თუ არა ადგილი პოლიტიკური გავლენის მოპოვების მცდელობას. სად არის პრობლემა? ეს რუსთავიორია, თქვენ უყურებთ არჩევანს გიორგი გაბუნიასთან ერთად. მომხრე 8 წინააღმდეგი არ არის არჩეული. 29 მომხრე 5 წინააღმდეგი. საზოგადოებრივი მაუწყებელი ახალი ბორდის გარეშე. პარლამენტის სამეურვეო საბჭოს წევრების დამტკიცებას ვერ ახერხებს. სპეციალური კომისიის მიერ შერჩეული 27 კანდიდატიდან დეპუტატების მხარდაჭერა მხოლოდ 3-მა მოიპოვა. მართლმა პოლიტიკურმა ძალამ გადაავლო თვალი ამ 27 კაციან სიას, იქ ვერ იპოვა 5-6 იმისთვის ერთგული მისი მორჩილი პერსონა, ამიტომ გადაწყვიტა რომ ეს პროცესი ჩაშალოს. ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ საკანონმდებლო ძალებმა ხელში ჩაიგდონ საზოგადოებრივი მაუწყებელი. Სასახაა ის, რომ მთავრობა ვერ უძლებს ცვლილებას პოლიტიკური ზეწოლა შეინარჩუნოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე. ეს არის ალბათ კიდევ ერთი მცდელობა საზოგადოებრივი მაუწყებლის გაკონტროლების. რატომ ვერ შეარჩია უმრავლესობამ სასურველი კანდიდატები? ბევრი კონსულტაციები გქონდა და შეჯერება ვერ მოახერხეთ. გარკვეულწილად მართლაც უნარობასთან აქვს საქმე. შეიძლება არ არიან ბოლომდე დარწმუნებული იმაში, რომ მათი პოლიტიკური ინტერესების გამტარებლები იქნებიან. როგორც ჩანს, თვითუმრავლესობაში არის დაპირისპირება სხვადასხვა კანდიდატურებთან დაკავშირებით. ასეთი რამ ხდება, როდესაც კოლეგიური ორგანო ირჩევს. ირღვევა თუ არა კანონი? მიარიხინებს კანონს ეს პარლამენტი, როგორც პარტიზანს დროგი. უმრავლესობა არ არღობს კანონს. კანონი ამბობს ერთ რამეს, რომ ვალდებულები არიან 9 პირზე ჩაატარონ პენჩისხრა. კანონს ნუ განმარტავთ არასწორად, ნუ შევიყვათ მოსახლეობა შეცდომაში. რა მოხდება თუ პარლამენტი ბორდის წევრების დამტკიცებას ვერ შეძლებს? თუ ვერ ხდება შეთანხმება, რჩება ვაკანტური ადგილები, ცხადდება ახალი კონკურსი. ისინი პირდაპირ მოკლე გზით წავიდნენ და კანონის დარღვევით და ცდილობენ ახალი კონკურსის გამოცხადებას. ჩვენ, როგორც თავმოყარი ადამიანების ჯგუფი, ვამბობთ, რომ არავითარ შემთხვევაში ამ პროცესში აღარ მივიღებთ მონაწილეობას. უმრავლესობა და უმცირესობა, სამეურვეო საბჭოს დამტკიცებული და დაუმტკიცებელი წევრები, პირველი არხისა და საზოგადოების წარმომადგენლები. დიდი დისკუსია არჩევანის სტუდიაში. საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლების შემდეგ საქართველოს პარლამენტს დიპლომატიური კორპუსი მიმართავს. წერილში ნათქვამია, საელჩოთა სამუშაო ჯგუფი ყურადღებით აკვირდება საქართველოში მედია გარემოს განვითარების ბოლო ტენდენციებს. ჩვენ მხედველობაში ვიღებთ 2013 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომლითაც რეგულირდება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების შერჩევის პროცედურა. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ კანონი დაუყოვნებლივ უნდა იქნას იმპლემენტირებული იმგვარად, რომ სამეურვეო საბჭოს წევრებად დანიშნულ იქნან პროფესიონალი და დამოუკიდებელი პირები. საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილი კომისიის მიერ გამჭვირვალე და მკაცრი სელექციის გზით შერჩეულ იქნა 27 კანდიდატი, ისე როგორც ამას კანონი მოითხოვს. რამდენადაც მსოფლიო მოელის პლურალიზმის, მედიის თავისუფლების და გამჭვირვალობის დემოკრატიული იდეალების დაცვას, ჩვენ მოველით, რომ საქართველოს პარლამენტი დაასრულებს შერჩევის პროცესს კანონით დადგენილი წესების შესაბამისად. ნათქვამია ამ წერილში. ამ თემაზე სასაუბროდ არჩევანის სტუმრები დღეს არიან იმ კომისიის წარმომადგენლები, რომლებმაც პარლამენტს კანდიდატების 27 კაციანი სია წარუდგინეს, კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე, კომისიის წევრები ია ანთაძე, ნათია კუპრაშვილი, ზვიად დევდარიანი, მარინა მუსხელიშვილი კანდიდატი, რომელსაც პარლამენტმა მხარი დაუჭირა. კანდიდატები, რომლებმაც ვერ მოაგროვეს საკმარისი ხმები, ნინია კაკაბაძე, ლელა გაფრინდაშვილი და გენო გელაძე. საზოგადოებრივი მაუწყებლის ამჟამინდელი სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ემზარ გოგუაძე და პირველი არხის წამყვანი ნინო ზაუტაშვილი. მოგესალმებით, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ. ვიდრე სტუმრებთან ერთად დავიწყებდე საუბარს, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რაში მდგომარეობს პრობლემა. როგორც უკვე აღინიშნა, კომისიამ, რომლის თავმჯდომარეც ბატონი ზვიადია, 27 კაციანი სია წარუდგინა პარლამენტს და აქედან დეპუტატებს და არა მხოლოდ დეპუტატებს უნდა შეერჩიათ თავიანთი კანდიდატურები, რომლებისთვისაც შემდეგ კენჭი უნდა ეყარათ. ვნახოთ, ვის რამდენი კანდიდატი უნდა წარედგინა კანონის მიხედვით. ჩვენ აქ ვხედავთ
ვთქვათ, რომ სახალხო დამცველს უნდა წარედგინა 2 წევრი და ეს გააკეთა კიდევაც. აჭარის უზენაესმა საბჭომ წარადგინა 1 წევრი, გარღვევა გვაქვს შემდეგ 2 სუბიექტთან. ასე ვთქვათ, უმცირესობა და თავისუფალი დეპუტატები ამჯერად 1 სუბიექტად აღიქმებიან და მათ 3 წევრი უნდა წარედგინათ, თუმცა 2 წარადგინეს მხოლოდ და უმრავლესობამ საერთოდ მხოლოდ 1 წევრი წარადგინა 3-ის ნაცვლად. ამ შემთხვევაში პრობლემა ის არის, რომ ფაქტობრივად კენჭისყრამდეც კი ვერ მივიდა საქმე. დეპუტატებმა საკმარისი რაოდენობით და კანონით განსაზღვრული რაოდენობით არც წარადგინეს კანდიდატები. ვნახოთ რა მოხდა იმ კანდიდატებთან დაკავშირებით, რომლებსაც კენჭი უკვე უყარეს. აქედან 3 უკვე დამტკიცებულია: მარინა მუსხელიშვილი, სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი კანდიდატი, ქეთი მსხილაძე, ნაციონალური მოძრაობის მიერ წარდგენილი კანდიდატი და ნათელა სახოკია, ქართული ოცნების მიერ წარდგენილი კანდიდატი. კიდევ 3 კანდიდატი აგრეთვე იყო დაყენებული კენჭისყრაზე, მაგრამ მათ საკმარისი ხმები ვერ მოაგროვეს. ლელა გაფრინდაშვილი, ისე სახალხო დამცველის კანდიდატურა, ნინია კაკაბაძე, ნაციონალური მოძრაობის მიერ წარდგენილი კანდიდატურა და გენადი გელაძე, რომელიც აჭარამ წარადგინა. ვიდრე გადავიდოდეთ სტუმრებთან, ჩვენ ჩაგვერთვებიან დეპუტატები, უმრავლესობის და უმცირესობის წარმომადგენლები, რომლებმაც ვერ შეარჩიეს საკმარისი რაოდენობით კანდიდატები 3-2 საბჭოსთვის. დავიწყოთ უმრავლესობით, გიორგი ვოლსკი ჩაგვერთვება ახლა ქუთაისიდან. მოგესალმებით, ბატონო გია. ბატონო გია, მოგესალმებით. რატომ ვერ შეარჩია პარლამენტმა ამ შემთხვევაში უმრავლესობამ იმ ვრცელი 27 კაციანი სიიდან, რომელიც იმ კომისიამ შეადგინა, რომელიც თქვენივე დამტკიცებულია, 3 კანდიდატი. რა გახდა არასაკმარისი ამ შემთხვევაში? ამ ადამიანების პროფესიული ბიოგრაფია, საზოგადოებრივი ავტორიტეტი თუ ის კონცეფცია, რომელიც მათ წარმოადგენს? არა, მიზეზი უფრო ბანალურია. მე ვფიქრობ, ჩვენ გვმართებს ვიყოთ განსაკუთრებით ყურადღებით, იმიტომ რომ საზოგადოებაში უკმაყოფილებას იწვევდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებლე საქმიანობა და ხშირად იყო იმაზე აპელირება, რომ საკმაოდ დიდი თანხა საზოგადოების ბიუჯეტის დიდი თანხა იხარჯება ტელევიზიაზე, რომელიც ხშირ შემთხვევაში არ გამოხატავს საზოგადოების ინტერესებს და საზოგადოების დაინტერესებას იმ პროგრამებში, მის ხასიათში, პოლიტიკაში, ამ მედია საშუალების და ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენს და ალბათ ყველა ჩვენი ოპონენტებიც ისეთი ბორდის, პროფესიონალური ბორდის ჩამოყალიბებას, რომლის მიმართ უკვე მომავალში კითხვები აღარ იქნება. სწორედ ამიტომაც მოწონებასაც იმსახურებდა ეს პროცესი, რომელიც დაიწყო კანონში შეტანილი ცვლილებების შემდეგ კომისიის დადგენა, რომელსაც უნდა შეერჩია ეს კანდიდატურები, რომელთაგანაც შემდეგ თქვენ უნდა შეგერჩიათ კანდიდატები. რატომ შევიდა ეს პროცესი ჩიხში, რატომ ვერ შეძელით ტრაგიკულს ამაში ვერაფერს ვერ ვხედავთ. არის გასაგებია შეკითხვა. ტრაგიკულს ვერაფერს ვერ ვხედავ, იქნებ გვაქვს ეგეთი მოსაზრება და ვფიქრობ სწორი მოსაზრება, რომ იქნება გავაფართოვოთ კიდევ ამ კანდიდატთა რაოდენობა და უკვე აღარ მივცეთ ჩვენ თავს უფლება შეცდომა იქნეს დაშვებული და ბორდი მართლაც დაკომპლექტდეს დიდი ხნით და მისაღები ყველასათვის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ხვალ კიდევ არის იმის შესაძლებლობა, რომ ამ 3 კანდიდატს დაემატოს კიდევ ერთი ალბათ შევთანხმდებით ამაზე. ხვალინდელი დღე კიდევ ბევრ სხვადასხვა ნიუანსს გამოაჩენს და ვფიქრობ, უფრო მეტი გვექნება სასაუბრო ამ თემაზე. სწორედ ამაზეა ბატონო გიორგი საუბარი, რომ თქვენს აღნიშნეთ, რომ სია თქვენს გეჩვენებათ, რომ არ არის შესაძლოა საკმარისი და იქ გარკვეული პირების დამატება სასურველი იქნებოდა ან გაფართოვება ამ სიის, ხო? ამას გულისხმობთ. ჯერ კიდევ დეკემბერში დაიწყო ამაზე საუბარი, ბატონმა დავით საგანელიძემ მაშინვე თქვა, რომ ბევრმა ადამიანმა საერთოდ არც კი იცოდა, რომ ასეთი კონკურსი ტარდებოდა და ამიტომ მაშინვე თქვა მან, რომ ვადები ხომ არ გადავწიოთ, რომ უფრო მეტმა ადამიანმა შეძლოს განაცხადი შეტანა. თუმცა აქვე უნდა ვთქვა, რომ თინა ხიდაშელი უმრავლესობის წევრი აგრეთვე არ დაეთანხმა მას და მან თქვა, რომ ვადები საკმარისია და თუ ადამიანს სურს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი იყოს, შეუძლებელია მას არ სცოდნოდა ამ კონკურსის შესახებ. აქედან გამომდინარე, რამდენად სამართლიანად მიგაჩნიათ თქვენ ის ვარაუდი, რომ ვიღაცებს უნდათ მონაწილეობის
მიიღება რაღაც მიზეზის გამო ვერ მიიღეს და ახლა მათ კიდევ საშუალება უნდა მივცეთ რომ დაემატონ ამ სიას. არა, ვარაუდი არ არის ეს, იცით, ჩემი მოსაზრება, თქვათ, ამ შემთხვევაში დავით საგანელიძის მოსაზრებასთან უფრო ახლოს არის. მაგრამ ცოტა განსხვავებულია აქედანაც. იცით რა არის, ეხლა იმაზე კამათი კარგად იყო ეს მიწოდებული საზოგადოებისათვის ეს ინფორმაცია კანდიდატურების შემოტანის თაობაზე თუ ცუდად იყო, ეს მეორე საკითხია. მე მეჩვენება, რომ ინფორმაცია მართლაც როგორც თინა ამბობს, საკმარისად იყო, თუმცა შეიძლებოდა უკეთესი ყოფილიყო, როგორც დათო ამბობს საგანელიძე. მოდით ერთ-ერთი არგუმენტი იყო სხვადასხვა უმრავლესობის ნაწილმა ეს ყველას არ უთქვამს. თავარი არ მათქმევინეთ, იცით? დიახ, დაასრულე. თავარი არ მათქმევ. მივცეთ კიდევ საზოგადოებას საშუალება, ვისაც აქვს პრეტენზია და მიაჩნია თავისთავად ღირსეულად, წარმოადგინოს კანდიდატები და იმედია შევავსებთ ერთხელ. ჯობია ცოტა დავაგვიანოთ, ვიდრე დავაზიანოთ. ანუ ბატონო გიორგი, ეს ნიშნავს რომ თქვენ უკვე გადაწყვეტილი გაქვთ რომ კონკურსი ხელახლა უნდა ჩატარდეს. მე ვფიქრობ რომ არა, იცით რა არის, ჩვენ რახან მეორე ტურისთვის ვერ წარმოვადგინეთ ჩვენი კვოტიდან ორი კანდიდატურა, ეს ყველა შემთხვევაში გამოიწვევს იმას რომ ჩვენ აღარა გვაქვს უკვე მეორე და მესამე ტურში წარმოვადგინოთ, ესეა კანონი, ესე განახობს. ასე რომ ჩვენ კანონს არ დავარღვევთ. არის კიდე პრობლემა იმასთან დაკავშირებით, რომ ვერ შეძლო უმცირესობის იმ ნაწილმა, რომელიც არ არის ნაციონალური მოძრაობის გუნდში, მათაც ვერ შეავსეს თავისი რაოდენობა. ამაზე ვისაუბრეთ ჩვენ ნაციონალური მოძრაობასთან. ერთი კანდიდატის წარმოადგენის საშუალება მიცემოდათ. ასე რომ ვფიქრობ, ჩვენი აზრია, ფრაქციის აზრია და სხვა ფრაქციები ამას ეთანხმებიან, რომ მხარი დაუჭიროთ სახალხო დამცველის კანდიდატურას ბელა გაფრინდაშვილს და გულისხმობთ. ყოველ მხრივ შევაფასეთ, დიახ, ყოველ მხრივ შევაფასეთ კანდიდატურას, მისი პროფესიონალური მონაცემები. სხვა კანდიდატურებს რა მოტივით არ უჭერთ მხარს? თუნდაც გენო გელაძე სხვადასხვა ამაზე კომისიის წევრებიც ისაუბრებენ, დიდი განკურნება გამოიწვია ამან. კი ბატონო. არა, მოტივები არის, სხვადასხვა მოტივებია, მე არ ვთვლი საჭიროდ, რომ ეხლა, იმიტომ რომ იმას ან პიროვნულ შეურაცხყოფად არ მიიღოს, ან პიროვნულ დამცირებად, ან მისი მონაცემების შეფასება ჩემგან ეხლა ღია ეთერში არ იქნება სწორი. თუმცა ამაზე ლაპარაკი ალბათ გვექნება უკვე ხვალინდელი არჩევნების შემდეგ. თუმცა ალბათ გარკვეული უხერხულობა იქნება დამეთანხმებით ბატონო გიორგი, რომ თქვენს მიერ შერჩეული კომისიის მიერ შერჩეული 27 კანდიდატიდან თქვენ ვერ აღმოაჩინეთ, ასე ვთქვათ, საკმარისად ღირსეული ადამიანები, რომლებიც შეძლებდნენ ამ პოსტის დაკავებას. ამასთანავე მე მინდა გკითხოთ, ერთ-ერთი არგუმენტი იყო ისიც, რომ უმრავლესობის ნაწილმა განაცხადა, რომ აი სახელები და გვარები, რომელიც წარმოდგენილი იყო ამ სიაში, ბევრისთვის ბევრს არაფერს ამბობდა. ასე რომ წყობილიყო ხომ არ იყო უფრო საჭირო, უფრო მეტი ნდობა, მეტი პატივისცემა იმ კომისიის მიმართ, რომელიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თქვენ თვითონვე არჩიეთ, რომ ვინაიდან კომისიამ შემოგთავაზათ ეს კანდიდატები, თქვენ აქედან დაგევალდებულებინათ თავი, რომ აგერჩიათ 3 კანდიდატი. ელჩების წერილიც სწორედ ამას ამბობს. ელჩებიც ითხოვენ, რომ ამ 27 კანდიდატიდან მოხდეს 3 კანდიდატურის შერჩევა. კი, გასაგებია, მაგრამ არსებობს საზოგადოების დიდი ინტერესი თვითონ ბორდის მიმართ. ეს არავითარ შემთხვევაში ანტაგონიზმს არ ნიშნავს იმ კომისიის მიმართ, რომელიც ჩვენ თვითონ შევარჩიეთ, დინდობასაც უცხადეთ და თუ თქვენ გარკვეულწილად სია არ მოგწონთ, არ ნიშნავს ეს, რომ ფაქტობრივად ამბობთ, რომ კომისიამ ვერ შეასრულა სამუშაო ისე, როგორც საჭირო იყო. თუ თქვენ მის მიერ შედგენილი სიიდან კანდიდატებს ვერ არჩევთ. შეასრულა იმ კანდიდატთა რაოდენობის ფარგლებში, რაც კონდათ იმ პერიოდში განსახილველი. ანუ თქვენ ისე ამბობთ, რომ განაცხადები არ იყო საკმარისი რაოდენობის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ხომ არ არის საჭირო, კიდევ მეტი განაცხადები შემოვიდეს და არავინ არ დაგვრჩეს, კითხვის ნიშანი არ დარჩეს
ამ საკითხთან დაკავშირებით. ბატონო გიორგი, მე უნდა გკითხოთ კანონის სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით, რაზეც აგრეთვე ძალიან ბევრს საუბრობენ, მათ შორის პირდაპირ იურისტები, რომ არ ვთქვათ არაპროფესიონალი ხალხი საუბრობს შეიძლება ამაზე. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც პირდაპირ არის ნათქვამი, რომ თავად ის ფაქტი, რომ უმრავლესობამ და აგრეთვე უმცირესობამ და თავისუფალმა დეპუტატებმა არ დაასახელეს კვოტით გათვალისწინებული რაოდენობა კანდიდატებისა, ეს უკვე კანონის დარღვევა, თორემ შემდეგ შეიძლება მათ საკმარისი ხმები ვერ მიიღოთ, მაგრამ კანონი ავალდებულებს სუბიექტებს, რომ მათ დაასახელონ ის რაოდენობა კანდიდატებისა, რომელიც კანონშია ჩაწერილი. იცი დავალდებულებაზე იმ კანონში არაფერი არ წერია. აი ნახეთ, მე წაგიკითხავთ, კანონი მიჭირავს ხელში ახლა 26-ე მუხლის მე-4 პუნქტში წერია ასე, მაგალითად თქვენ იცით, მაგრამ მაყურებელსაც ვეტყვი, საკონკურსო კომისიის მიერ მეურვეობის კანდიდატთა შერჩევიდან არაუგვიანეს 3 კალენდარული დღისა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სუბიექტები კანდიდატურებს წარუდგენენ საქართველოს პარლამენტს. აქ არ წერია, რომ მათ შეუძლიათ წარუდგინონ, უფლება აქვს წარუდგინონ, არა, აქ პირდაპირ წერია, ისინი წარუდგენენ საქართველოს პარლამენტს, ეს იმპერატიული ფორმა რაც ნიშნავს იმას, რომ ვალდებულები არის. მაგრამ წერია, რომ წარუდგენენ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ვალდებულები არიან წარუდგინონ. არა, მე დიდ პატივს ვცემ ახალგაზრდა იურისტთა მოსაზრებას, მათ პროფესიონალის დონეს, მაგრამ არიან კიდე სხვა იურისტებიც, რომელიც სხვანაირ კომენტარს აკეთებენ სწორედ ამ მოხდან დაკავშირებით. მე კიდე ერთხელ ანუ თქვენ ამბობთ, რომ ეს ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა ეს კანონი, ეს მუხლი, რომელიც აგრეთვე თქვენი მიღებულია. თქვენ უფრო მეტ კომენტარს აკეთებთ ვიდრე მე, თუ მეკითხებით მაცალეთ. ისმენთ. ხო. არა, მე კიდე ერთხელ ვამბობ, იცით, ეს არ არის, არ უნდა შევიყვანოთ. ნუ გასაგებია, ეხლა არის მოთხოვნილება გარკვეულ დაძაბულობაზე, მედია ხშირ შემთხვევაში უფრო ყურადღებას აქცევს აი ამ დაძაბულობის გაზდას, ტემპერატურის გაზდას, გარკვეულ თემებთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, მართლაც აი თქვენ როგორც ამბობთ, გარკვეული უხერხულობა არსებობს, თუნდაც ის რომ ამდენი გაიწელა ესეთი დროში ამ საბჭოს დაკომპლექტების აუცილებლობა ნამდვილად არის, რაც შეიძლება მალე, მაგრამ არ უნდა შევწიროთ, თქვათ, ამ სისწრაფეს ის ხარისხი, რომელიც შესაძლოა მივაღწიოთ იმ შემთხვევაში, თუ კიდევ დამატებით ადამიანებს განვიხილავთ. დიდი მადლობა ბატონ გიორგი, თქვენ ამბობთ, რომ საჭიროა სიის გაფართოება, ასე ვთქვათ, რომ არჩევანი უფრო დიდი იყოს. მე არ გეცდობით ბატონ გიორგი. კანდიდატურათა რაოდენობა, რათა შეკითხვები აღარ დარჩეს საზოგადოებაში, ამაში ტრაგიკული. გასაგებია, მე არ გემშვიდობებით ბატონ გიორგი, ვინაიდან მას შემდეგ რაც სტუმრებთან ვისაუბრებთ, მე ისევ დაგიბრუნდებით. ჩვენ გვინდა ახლა სერგო რატიანი ჩავთოთ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისიდან, ამ შემთხვევაში მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ნაციონალური მოძრაობა, ანუ უმცირესობა საპარლამენტო და თავისუფალი დეპუტატები ერთ სუბიექტად აღიქმება კანონის მიხედვით და ამ სუბიექტმაც ვერ შეძლო საკმარისი რაოდენობით კანდიდატების შერჩევა 27 კაციანი სიიდან. ბატონ სერგო, მოგესალმებით. მოგესალმებით. ბატონ სერგო, ეს ვალდებულება ვერ შეასრულა ვერც თქვენმა სუბიექტმა. რა არის თქვენს შემთხვევაში მიზეზი? რატომ ვერ შეირჩა 3 კანდიდატი? მე შესწორებას შევიტან ჩვენ, ასე ვთქვათ, ვასახელებთ მესამე კანდიდატსაც, დარეჯან ჯავახიშვილის კანდიდატურას, რაც შეეხება პირველ შემთხვევაში, დიახ, ჩვენ, ასე ვთქვათ, ვავსებთ ვაკანსიებს, უბრალოდ თქვენ მოგეხსენებათ, რომ თავისთავად კომისია, რომელიც შედგენილი იყო, რომელიც დაასახელა პარლამენტის თავმჯდომარემ, მან ჩვენთვის, ასე ვთქვათ, გაურკვეველი მიზეზების გამო, ასე ვთქვათ, თამაშგარეთ დატოვა არაერთი კანდიდატი. მოგეხსენებათ, რომ იმ სესიაზე, რომელზეც ეს განიხილებოდა, ჩვენ ვიყავით მხოლოდ 34, ვისაც შეგვიძლია წარდგინების გაკეთება. თქვენ იცით, რომ მხოლოდ 17 დეპუტატს შეუძლია წარადგინოს ერთი კანდიდატი. შესაბამისად, ჩვენ უბრალოდ ტექნიკურად ვერ შევძელით. გარდა ამისა, ჩვენ ქონდა, ასე ვთქვათ, მოლაპარაკებები და მოგეხსენებათ, რომ ეს ეთელის 27 კაციანი სია იყო კომისიის მიერ შედგენილი და როგორც ჩანს კონსულტაციები თავიდან დაიწყო უმრავლესობასთან და ჩვენ უბრალოდ
გარკვეულწილად ველოდებოდით მოვლენას. შესაბამისად ჩვენ ვიყავით გაცილებით უფრო კონსტრუქციულები მიუხედავად იმისა, რომ როგორც კანონზე, ისე შემდეგ კომისიასთან შეიძლება ქონოდა შენიშვნები, მიუხედავად ამისა, გაცილებით კონსტრუქციულები ჯერ აი ამ მიმართულებით დავამთავრებთ ეს კი აი მაგალითად სიტყვაზე ჩვენ აი წარმოიდგინეთ უმრავლესობამ გამოამჟღავნა გარკვეულწილად გადაწყვეტილების მიღების უნარობა იმ შემთხვევაში, როდესაც როდესაც ვერ დაასახელა ერთ კანდიდატზე მეტი, გარდა ამისა ჩააგდო აჭარის მიერ დასახელებული კანდიდატი გელაძე, აი მე ხელთან მაქვს კენჭისყრის შედეგები და საინტერესოა, რომ მაგალითად აჭარის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა 29 ხმიდან 20 ხმა იყო სწორედ ნაციონალური მოძრაობის ხმები, გარდა ამისა ლელა გაფრინდაშვილთან დაკავშირებითაც 18 ხმა რომელიც მიიღო ჩვენი ხმები არის აქ დაახლოებით 7. ანუ ჩვენ მაქსიმალურად კონსტრუქციულები ვიყავით, გვინდოდა რომ მართლაც ამ სიაში არის შესაძლებელია ჩვენი ვთქვათ მოსაზრებები ან შეხედულებები არის განსხვავებული, მაგრამ მაგალითად იმ შემთხვევაშიც როდესაც მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენს მისიდან შესაძლებელი იყო არჩევანის გაკეთება, რასაკურველია ამ სიაში რასაკურველია ამ სიიდან შესაძლებელი იყო ამორჩევა, სულაც არ არის აუცილებელი რომ ჩვენი აზრები ასე ვთქვათ ან შეხედულებები ემთხოვდეს, საკმარისი არის მე ვფიქრობ ამ შემთხვევაში რომ ადამიანს ხარი დაუჭირო მით უმეტეს თუ კოტირების პრინციპს სცემ პატივს, მაგალითად ქალბატონი ლელა რომელიც თქვათ ომბუდსმენმა დაასახელა, მე ვფიქრობ რომ საკმაოდ პრინციპული ადამიანიც არის და რიგ შემთხვევებში მიუკერძოებელი, ამიტომ ჩვენ ესე ვთქვათ მივეცით, მივეცით ხმა. ჩვენ ტექნიკური პრობლემაა, ჩვენ დაუბრუნდებით ბატონ სერგოს აუცილებლად. ბატონო ზვიად, თქვენგან დავიწყებთ, თქვენ ხართ კომისიის თავმჯდომარე და თქვენ მოისმინეთ პრეტენზია შეიძლება ითქვას უმრავლესობის, რომელიც ამბობს, რომ კომისიის მიმართ არა. სიის მიმართ ყოველ შემთხვევაში ის ამბობს, რომ სიით ისინი კმაყოფილები არ დარჩნენ და პლუს სიაში სიის მიმართაც არ გამოუთქვამს მას პრეტენზია. ყოველ შემთხვევაში ისურვებდა, რომ სია ასე ვთქვათ უფრო მრავალფეროვანი ყოფილიყო, ყოველ შემთხვევაში ასე გამოვიდა. მაგრამ ამ შემთხვევაში კომისიას კონდა 68 კანდიდატის მონაცემები, 68 ადამიანმა გამოთქვა სურვილი რომ ყოფილიყო მეურვე საზოგადოებრივი მაუწყებლის და აი ამ 68 ადამიანიდან მართალია ჩვენ კონდა სურვილი რომ მეტიც ყოფილიყო ვიდრე ერთ ადგილზე 3 კაცი, მაგრამ ეს კანონით გათვალისწინებული მინიმალური ზღვარი ჩვენ მაქსიმალურად დავიცავით, გავითვალისწინეთ ყველა მოსაზრებები, კომისია საკმაოდ ღიად მუშაობდა, ეს არ არის საიდუმლო, მე მგონი ჩვენი საზოგადოებისთვის, მაგრამ ყველა ადევნებდა თვალყურს ამ გასაუბრების პროცესს და თითქმის ყველა უქმი ჩვენი არის საჯარო. ჩვენ და შევარჩიეთ ეს 27 ადამიანი, ვინც შევარჩიეთ და ვინც მივაწოდეთ სახალხო დამცველს, აჭარის უმაღლეს საბჭოს და პარლამენტის როგორც უმრავლესობას, ასე უმცირესობას. ამ შემთხვევაში თუ არის პრეტენზია პოლიტიკოსების მხრიდან, რომ იქ მათ უნდათ კიდევ სხვა ადამიანები ყოფილიყვნენ, ან ის ადამიანები ყოფილიყვნენ, რომლებიც იყვნენ 68 კაცის სიაში, მაგრამ ვერ მოხვდნენ 27-ში, ან საერთოდ ის ადამიანები ყოფილიყვნენ, რომლებსაც არც გაშენიათ სურვილი, რომ 12 დეკემბრამდე შეეტანათ განაცხადი საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეობის კონკურსში. რა თქმა უნდა, ჩვენ ასეთ ადამიანს ვერ შევიყვანით 27 კაციან სიაში. თქვენთვის მისაღებია ის არგუმენტი, რომ ვიღაცამ არც კი იცოდა საერთოდ. ეს არგუმენტი არ არის. ეს არგუმენტი არ არის, იმიტომ რომ ყველა ის ადამიანი, ვინც არის დაინტერესებული საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარებით, ვინც არის დაინტერესებული იქ პროცესების საკმაოდ ჯანსაღად წარმართვით, მე დარწმუნებულია, რომ ის ადამიანები თვალყურს ადევნებდნენ ამ პროცესს
და ყველა იმ ადამიანმა მიიღო მონაწილეობა კონკურსში, ვისაც სწორედაც ძალიან შეtkივა გული საზოგადოებრივ მაუწყებელზე. თუ ვინმე ვერ მიიღო მონაწილეობა, გააჩნია რა არგუმენტაციით, არ იყო საქართველოში და იმიტომ ვერ მიიღო მონაწილეობა, ასეთიც არ მომისმენია და ესეც არ არის გამართლება. მე ასია მოწყობილი ხო სამყარო, შეიძლება იმ კონკრეტულ მომენტში, იმ 17 დღის განმავლობაში ის არ იყო საქართველოში. გასაგებია, როგორ ვფიქრობთ, რა გახდა მიზეზი რომ ამ სიდან უმრავლესობამ 3 კანდიდატი ვერ აარჩია 27 კაციდან? მხოლოდ 3 ადამიანზეც არ არის საუბარი, იმიტომ რომ თავისთავად ის 3 ადამიანიც, რომელსაც უმრავლესობა დაასახელებდა და უმრავლესობაც საკმაოდ ფართო სპექტრით არის, ხო, ჩვენს პარლამენტში წარმოდგენილი განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების ადამიანები არიან უმრავლესობაში. თავისთავად ის 3 ადამიანიც კი არ არის, რა თქმა უნდა, საკმარისი პოლიტიკური კონტროლის მოპოვებისთვის საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ამიტომ მე აი იმ ციტატაშიც, რომელიც გავუშვით თქვენ თავიდან აი იმ ნაკრებში, რაც ჰქონდათ, იქ ვამბობდი ზუსტად, რომ 5-6 ადამიანი, ანუ ის უმრავლესობა, რაც საჭირო არის საზოგადოებრივ მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კონტროლისთვის, მათ სწორედ ამ ადამიანების შეკრება ვერ შეძლეს ამ სიაში და გაუჩნდათ მე ძალიან ავტომატურად, მე მიმაჩნია ავტომატურად გაუჩნდათ პროტესტი. ეს პროტესტი გაუჩნდათ პირველივე წუთას, როგორც კი ეს 27 კაციანი სია გამოქვეყნდა და გადაიდო პარლამენტის გვერდზე და მაშინ დაიწყო საუბარი იმაზე, რომ ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანი ვერ მოხვდა ამ სიაში. რა თქმა უნდა, მე პროტესტი, როდესაც საზოგადოების თვალყეული ჯგუფებისგან მოისმინეს, მე თქვეს, რომ არა, აქ იმდენი ღირსეულია, რომ ამათში ვერ ავარჩევთო. ესეც ბატონ საგანელიძის სიტყვები მე არ მომიგონია, ხო? ანუ ამ შემთხვევაში საპარლამენტო უმრავლესობა და გარკვეულწილად უმცირესობაც, იმიტომ რომ მათ აი დღეს გადაწყვეტა, ახლა ჩემთვის იყო სიურპრიზი, როდესაც მოვისმინე, რომ მათ გადაწყვიტეს შეავსონ ის 3 კაციანი კვოტა. მათ მიდგომა ჰქონდა იდენტური, რომ მოდით ახლა ვიპოვოთ მექანიზმები, როგორ მოვიპოვოთ პოლიტიკური ზემოქმედების ბერკეტი საზოგადოებრივ მაუწყებელზე. ისინი არ გავიდნენ აი ამ დადგენილი ჩარჩოდან, დადგენილი ბჭყალებში, რა თქმა უნდა, ეს მათ მიერ დადგენილია, ზოგადად პოლიტიკოსთა მიერ დადგენილია ეს ჩარჩო, რომ ჩვენ იმიტომ ვართ ამ პროცესში, რომ ვაკონტროლოთ მე საზოგადოებრივი მაუწყებელი. ისინი აქედან უნდა გამოსულიყვნენ და შეეხედათ პროცესისთვის სხვაგვარად, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს საზოგადოებრიობისთვის აი ამ ტელევიზიის განვითარება ისე, რომ ჩვენ მართლა ერთხელ და სამუდამოდ მივიღოთ თანამედროვე საზოგადოებრივი მაუწყებელი ქვეყანა. მადლობა. ქალბატონო ია, თქვენ რაში ხედავთ პრობლემას, როგორ თვლით, რატომ ვერ შეძლო? არა მარტო უმრავლესობამ, პრინციპში უმცირესობამაც თავისუფალ დეპუტატებთან ერთად საკმარისი რაოდენობით კანდიდატების შერჩევა 27 კაციანი სიიდან. კიდევ ერთხელ ხას უსვამ, რომელიც მათ იმ კომისიამ შესთავაზა, რომელსაც პარლამენტმა თავად გამოუცხადა ნდობა. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს. თქვენ დასვით შეკითხვა, როგორია ეს სია და რატომ ვერ შეძლეს ამ სიიდან კანდიდატების რამდენად სრულყოფილია ეს სია? დიახ, რამდენად სრულყოფილია სია კანდიდატების შერჩევა რატომ ვერ შეძლეს? ჩვენ უნდა ვიკითხოთ პირველ რიგში ალბათ რა მოთხოვნები გქონდა ამ სიის მიმართ. ანუ თუ ჩვენ არ ვიცით წინასწარ რა გვინდა ამ სიისგან, მაშინ ვერ განსაზღვრავთ ეს კარგი სია თუ ცუდი სია. ჩვენ ძალიან კარგად ვიცოდით 9 წევრი ვიყავით კომისიაში და აბსოლუტურად ყველა ვიყავით ერთხმად შეთანხმებული იმაზე, რომ ჩვენ გვინდოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის მართვიდან პოლიტიკური ელემენტის გატანა გარეთ. ანუ ჩვენ გვინდოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის მართვის დეპოლიტიზაცია. ამ თვალსაზრისით თუ შევხედავთ სიას, როგორია ეს სია? ეს სია არის შესანიშნავი, იმიტომ რომ აქედან შეიძლება არა მხოლოდ ერთი საბჭოს შერჩევა, არამედ შეიძლება 2 საბჭოს შერჩევაც. იმიტომ რომ აქ არიან ადამიანები, რომლებიც არ არიან მიბმული რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან, რომლებიც არ წარმოადგენდნენ არასდროს არსად რომელიმე პოლიტიკურ ძალას, მაგალითად არ იყვნენ დამფუძნებელი პარტიის, არ იყვნენ კანდიდატები არჩევნებში, არ მიყავდათ აქციები და ასე შემდეგ და გარდა ამისა არიან პროფესიონალები თავისი საქმის. ჩვენ რა გვინდოდა? ჩვენ გვინდოდა რომ ყოფილიყო საბჭო, რომელსაც შეუძლია რომ სწორად განსაზღვროს საზოგადოებრივი მაუწყებლის პრიორიტეტები, პატიოსნად აკონტროლოს ბიუჯეტი და დანიშნოს ისეთი გენერალური დირექტორი, რომელიც სწორად განავითარებს საზოგადოებრივ მაუწყებას, სწორ გუნდს მოიყვანს ტელევიზიაში. ხო, აქ არ უნდა თამაშობდეს როლს. თუ ამ თვალსაზრისით შევხედავთ, როგორი იყო სია, ჩვენი აზრით სია იყო ძალიან კარგი. ეხლა მოდი ვთქვათ, მაინც რატომ ვერ მოხდა მაშინ შერჩევა კანდიდატების თუ სია იყო კარგი.
იმიტომ რომ პარლამენტს ჰქონდა სრულიად განსხვავებული მიზნები. ჩვენ ჰქონდა მიზანი რომ მომხდარიყო დეპოლიტიზება მართვის, მათ ჰქონდათ მიზანი რომ და აქვთ მიზანი რომ როგორღაც შეინარჩუნონ პოლიტიკური ბერკეტები. ეს არის ძალიან ბუნებრივი მიზანი, იმიტომ რომ პოლიტიკოსებს ყოველთვის აქვს სურვილი რომ მართონ მედია და მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებელ რომელსაც გარანტირებული შემოსავლები აქვს ბიუჯეტიდან, მაგრამ რა არის კანონის სულისკვეთება, რატო შეიქმნა ეს საზოგადოებრივი კომისია? სწორედ კანონმა გაითვალისწინა რომ პოლიტიკოსებს როგორც წესი აქვს სურვილი რომ აკონტროლონ ტელევიზია, ამიტომ კანონმა ისინი დაავალდებულა მათ მიერვე მიღებულმა კანონმა, რომ შეიზღუდონ პოლიტიკური მადა, შემოიფარგლონ იმ სიით, რომელსაც მათ გადასცემს საზოგადოებრივი კომისია და მოწონთ თუ არ მოწონთ ეს კანდიდატები, კეთილი ინებონ, წარადგინონ 9 კანდიდატი უყარონ კენჭი მათ ორჯერ. უყარონ კენჭი პირველად 76 ხმით გავიდეს, ვინც გამსვლელია და მეორე კენჭის ხაზე 51 ხმით. ანუ კანონმა გაითვალისწინა ყველაფერი, რომ მაქსიმალურად უზრუნველყო პირველივე ტურიდან სის და ამაზე ჩვენ გადავაგზავნებთ საუბარს, რამდენად კანონის შესაბამისად მიდიოდა პროცესი და მიდის. მე მინდა ბატონ სერგო რატიანს დავუბრუნდეთ ისევ, რომელთანაც ტექნიკური პრობლემის გამო გაწყდა კავშირი. ბატონ სერგო, ბატონ სერგო, აი ჩვენ ახლა კანონზე ვსაუბრობდით, სწორედ და თქვენი აზრიც მაინტერესებს, თუნდაც ტექნიკური პრობლემიდან გამომდინარე, რომელზეც თქვენ საუბრობდით, მოხდა თუ არა კანონის დარღვევა პარლამენტის მხრიდან, როდესაც 3 დღის ვადაში არ მოხდა კანდიდატების წარდგენა? Ну, ესე თქვა, დღეს ეხა საუბარი იყო, ქონდა პრეტენზია მთლიანად პარლამენტისადმი, მართალი გითხრა, მე გითხრათ რა პრეტენზია ჰქონდათ ნაციონალური მოძრაობისა სადმი, როდესაც ჩვენ მართლაც გავაკეთეთ მაქსიმალური. ჩვენს კანდიდატები, ჩვენ წამოვაყენეთ ჩვენი ისევ იგივე ტექნიკური პრობლემა და ბოდის უხდით ბატონ სერგოს ბოდის უხდით. მაყურებელს იმედია გამოსწორდება ეს პრობლემა. ნადია, თქვენთან გადმოვალ. მე თქვენ აგრეთვე ხართ კომისიის წევრი. ყოველ შემთხვევაში იყავით პრინციპში ეს ამ კომისიამ დაასრულა მუშაობა. თქვენ რამდენად თვლით, მოხდა თუ არა კანონის დარღვევა? მოგესალმებით, მაყურებელს მივესალმებით, ბატონ სერგომას დასვა კითხვა რა პრეტენზიები გვაქვს უმცირესობასთან დაკავშირებით. მე ვიტყვი რა პრეტენზიები გვაქვს. კომენტარის გაკეთება, მაგრამ ეს აღარ დასწავლა. მე მინდა მაყურებელს შევახსენო, რომ კანონი არ დაწერილა 2012 და 2013 წელს. კანონის ლობირება და გატანის მცდელობა იყო 2011 წელს, რასაც ბატონი სერგო იყო ხელისუფლებაში. ისინი დღიდან ამ კანონის შექმნისა ეწინააღმდეგებოდნენ ამ კანონის მიღებას საერთოდ. ეს პრეტენზიები მაქვს უმცირესობა. ასევე მისი თქვა, კარგი იქნება თუ მე გვიპასუხებთ, როცა ის საუბრობს, რომ 17 ხმა ჭირდებოდა საწერია კანონში, რომ 17 ხმა ჭირდებოდა მეოთხედის მონაწილეობა იყო საჭირო, მხოლოდ დასახელებაში თორე იქ 17 წევრის თანხმობა ნამდვილად დაჭირდებოდა. ეს იგივეა, რასაც უმრავლესობა ამბობს, ხო ჩვენ ვერ შევძელით, რომ შეგვიძლია რეალურად არანაირი ტექნიკური პრობლემა არ არსებობს. კანონში ამგვარი რამ არ წერია და სპეციალურად ისეა კანონი დაწერილი, რომ ამგვარი ჩიხური მდგომარეობა არ შეიქმნას, რომ მაინც და მაინც 17 ხმა იყოს საჭირო. როგორ ხდება თქვა კანდიდატების დასახელება მრავალწევრიან გაერთიანებებში, ეს ახლა რა ვიცი, მე რამდენიმე საწევრო ორგანიზაციის წევრი ვარ მე თვითონ და ვიცი თქვა როგორ ვირჩევთ ამ შემთხვევაში კანდიდატებს. შეიძლება სიაში რამდენიმე შემოხაზო, ვინც ყველაზე მეც სულაც არ ჭირდება იმას 17 და 90 ხმა. და ეს კანონი ამას ცალსახად განსაზღვრავს. ეს კანონი ცალსახად არის დარღვეული უკვე როგორც უმცირესობის, ისე უმრავლესობის მიერ. და უმცირესობა პარლამენტზე საუბრობ და ეს უბრალოდ ეს პროცესი არის მაგალითი იმის, რომ პარლამენტი არ იყო მზად დემოკრატიული პროცესისთვის, რომელიც პირველად დაუკავშირდა საზოგადოებრივ მაუწყებას. აქ იყო ჩართული რამდენიმე სეგმენტი, ეს იყო სამოქალაქო საზოგადოება, რომელსაც კანონის მხრივ ჰქონდა გარკვეული გარანტიები, რომ ზეგავლენა მოეხდინა სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტებაზე, ისე რომ პოლიტიკური გავლენებისგან გაეთავისუფლებინა, მაგრამ იყო ამავდროულად პოლიტიკური პარტიების გარკვეული არჩეული კანდიდატების გარკვეული გარანტიები, რომ მათაც ექნებოდა თავიანთი ხმის უფლება, როცა კენჭის ხაზზე დააყენებდნენ კანდიდატებს. რატომ არ დააყენეს? მე ვეტყვით, რატომ არ დააყენეს. კანონის მე-9 პუნქტი, რომელიც 26 მუხლის მე-9 პუნქტი გვევნება, როდის ხდება მეორე კონკურსი, რის მცდელობაც ახლა არის. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მე-13 ხმას ვერ მიიღებს კანდიდატი. მე-13 ხმა არის პარლამენტის წევრების მიხედვით 51 ხმა. ყველა იმ კანდიდატს, რომ ნებისმიერი რომ აიღოთ 27 კაციანი სიიდან, ქონდა შანსი რომ მიიღო 51 ხმა. ხელოვნურად ჩაიშალა პროცესი სწორედ იმის გამო, რომ ახლა გარიგებებით, რა თქმა უნდა, მოხდეს ახალი დისკრედიტირებულია უკვე თავისთავად ის კონკურსი, რომლის გამოცხადების მცდელობაც არის და ბატონ გიორგისაც მინდა ვუპასუხო.
პასუხო, რომ ვინმე მართ ჩამითვალოს ერთი მხარის მიერ რაღაცა პრეტენზიების ქონა. ბატონი გიორგი საუბრობდა იმასთან დაკავშირებით, რომ ხარისხი არ უნდა გავაფუჭოთო. ხარისხი კი არა, კანონია ცალსახად დარღვეული. დღეს საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერ ამტკიცებს ბიუჯეტს. საზოგადოებრივ მაუწყებელს პირდაპირ სარეზერვო ფონდებიდან ერიცხება თანხა, რაც კანონით მაუწყებლობის შესახებ კანონით არის აკრძალული. ეს სწორედ ამ მომენტს არის გადასაწყვეტად 25 ნოემბერს მიიღოს დაჩქარებული წესით ცვლილებები და პროცესი დააჩქარეს. ჩვენ ამ მომენტში დავეთანხმეთ პარლამენტს, იმიტომ რომ არ შეიძლებოდა პროცესი ასე წარმართულიყო და საჭირო იყო სწრაფი ცვლილებები. სწორედ ამიტომ დამჭირდროვდა ვალდები. ჩვენ კი არ განგვისაზღვრიათ 15-დღიანი და 17-დღიანი ვადა განაცხადების მისაღებად. პარლამენტმა სწორედ იმიტომ განსაზღვრა, რომ 2014 წელი უნდა დამდგარიყო ამ პრობლემების გარეშე. ხარისხი კი არა, კანონია ცალსახად დარღვეული. დღეს გამოგვექვეყნეს სხვადასხვა კვლევა ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით და ეს კვლევა აჩვენებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ყველაზე ბოლო მონაცემებით არის, რომის გამოყენება როგორც წყაროსში ხდება მოსახლეობის მიერ, როცა აი ამ საკითხებზეა საუბარი და მეტიც ყველაზე დაბალი მონაცემი აქვს უმცირესობის ინფორმირების კუთხით. ეს არის ორი კანონის მიერი ვალდებულება, რაც აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელს და თქვენ დღეს ხომ ერთად პროგრამას ვერ ნახავთ მის ბადეში ამ დაგვარს, რომელიც ევროინტეგრაციაზე საუბრობს. იცით რამდენ ნაწილშია კანონი დარღვეული? ეს მარტო ვინაიდან აქეთ მიდის საქმე ჯერჯერობით ასე ჩანს და ბატონმა გიორგი მოსკიმ პირდაპირ თქვა, რომ ისურვებდა, რომ სია უფრო გაფართოვდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელმეორე კონკურსი უნდა იყოს. მე ყველას გეკითხებით ამ შემთხვევაში კომისიის წევრებს, ხელმეორედ კონკურსის ჩატარება ნიშნავს, რომ კომისიამ ისე უნდა იმუშაოს. თქვენ მიიღებთ მონაწილეობას. ჩვენი კომისია აღარ არსებობს. ამას ვამბობ, მაგრამ ალბათ დაიწყება კანონის აი ეს მუხლი, უბრალოდ 26 მუხლის ის მე-9 პუნქტი, რომელიც ახსენდა. წავიკითხავ მაყურებლისთვის, მაქვს მეც ეს მუხლი, თუ ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო საქართველოს პარლამენტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3 ხმები და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ვერ დაკომპლექტდა 9 წევრით, დარჩენილი ვაკანტური ადგილებისთვის იმართება ხელახალი კონკურსი. ხაზულს მხოლოდ დარჩენილი ვაკანტური ადგილებისთვის. მხოლოდ ეს ერთადერთი ჩანაწერი არსებობს კანონში იმასთან დაკავშირებით, თუ რა შემთხვევაში უნდა გაიმართოს ხელახალი კონკურსი. ხელახალი კონკურსისთვის აუცილებელი არის, რომ პარლამენტის ყველა უბრალოდ იმ ყველა სუბიექტმა, ამ შემთხვევაში რა გვესაუბრობთ იმაზე, რომ პარლამენტის უმრავლესობა და უმცირესობა არღვევდა ამ ნორმებს, მათ დროულად უნდა დაასახელონ, ესეც არის რა თქმა უნდა უკვე გადაცდომა კანონიდან პროცედურული, არაპროცედურული ხასიათის ვადებთან დაკავშირებული, მათ შეუძლიათ რომ ეს დადგენილებით გაასწორონ, მათ უნდა დაასახელონ და მხოლოდ აი ამ პროცედურების გავლის შემდგომ თუ ორჯერ ვერ გავავერცეთი კანდიდატი, თუ ვერ შეივსება ის ერთი ვაკანტური ადგილი, მხოლოდ ამ შემთხვევაში უნდა გამოცხადდეს. ხელახალი კონკურსი არ შეიძლება გამოცხადდეს, იმიტომ რომ ასე სურთ დეპუტატებს. დეპუტატებმა პროცედურები უნდა ჩაატარონ. კარგი, ბატონო ზვიად, აგრეთვე კომისიის წევრი ხართ, თქვენ ვინაიდან თავმჯდომარე ქალბატონი ია საუბრობენ იმაზე, რომ მათი ეჭვით უმრავლესობას და არა მარტო უმრავლესობას, მოდით ზოგადად ვთქვათ, პოლიტიკოსებს სურთ პოლიტიკური გავლენა ჰქონდეთ სამეურვეო საბჭოზე და შესაბამისი წევრები ჰყავდეთ. იქ ბუნებრივი იქნებოდა მაშინ, რომ ყოფილიყო მცდელობა ჯერ კიდევ კომისიის მუშაობაში ჩარევისა, იმისათვის რომ სია ყოფილიყო ისეთი, საიდანაც შემდეგ თავისუფლად მოხდებოდა შესაბამისი და სასურველი წევრების არჩევა. მე მინდა სწორედ ეს კითხოთ, თქვენ იყო რაიმე მცდელობა კომისიაზე მუშაობისას, გავლენის მცდელობა, რომ სიაში ესა თუ ის პირი მოხდილიყო და თქვენ სრულიად თავისუფლად მუშაობდით? ხო, მე პირველ რიგში ხაზს გაუსმევ თავად ეს არის იმ საკითხთაგანი, ჩემი აზრით, სადაც მნიშვნელოვანი არა მხოლოდ შედეგი, არამედ სადაც მნიშვნელოვანია შედეგამდე მიმავალი პროცესი. ძალიან ბევრი საკითხის მიმართ, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის მიმართ, საზოგადოებაში თვითონ არსებობდა მთელი ამ ხნის განმავლობაში არა უბრალოდ უკმაყოფილება, არამედ უნდობლობა. ის, რაც ამ პროცესს კანონის მიღების მომენტიდან უნდა შეეცვალა, ბორდის დაკომპლექტებით ჩათვლით, ეს არის საზოგადოების დობის მოპოვება. ჩემი აზრით, პარლამენტში იმ ჯგუფმა, რომელიც ამ საკითხების ინიცირება მოახდინა, ძალიან სწორი გათვლა გააკეთა და მე ვფიქრობ, ეს იყო მნიშვნელოვანი მათ ესმით ნაწილს პარლამენტში დეპუტატების რა მნიშვნელობა აქვს სწორედ პროცესს. მე ვფიქრობ, კომისიის საქმიანობა, კომისიის დაკომპლექტება, შემდეგ კომისიის საქმიანობა, ის აი ჩემთვისაც ძალიან ესეთი უცნაური და მოულოდნელი აჟიოტაჟი და ყურადღება ამ თემის მიმართ საზოგადოების მხრიდან იყო გამოვლენილი, ნიშნავდა იმას, რომ ჩვენს გარკვეული ტესტი როგორც კომისიას უნდა ჩაგვებარებინა. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე ირთვებოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი, რომელიც შეიძლება არასოდეს არ ჩართულა ამ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, იმისათვის რომ ადამიანებს მოესმინათ კანდიდატების მოსაზრებები, ხედვები და კონცეფციები.
მე ვფიქრობ, რომ კომისიამ თავისი, ესე ვთქვათ, ვალდებულება, რომელიც ასე ვთქვათ, აიღო თითოეულმა ჩვენთაგანმა, ძალიან კარგად შეასრულა, იმიტომ რომ იმ ადამიანების მხრიდანაც კი, ვინც დაწუნებული იქნა კომისიის მხრიდან, მე არ მსმენია მკვეთრი გამონათქვამები და უკმაყოფილება კომისიის საქმიანობის მიმართ, იმიტომ რომ კომისია მოახერხა, რომ მთლიანად მოეხდინა საკუთარი თავის დისტანცირება ნიკერძოებისკენ. აქ არ იყო რომელიმე პოლიტიკური ძალის, ასე ვთქვათ, კანდიდატების ჩაგდების პროცესი. ჩვენ შევთანხმდით პრინციპზე, როგორი უნდა ყოფილიყო საბჭო ჩვენი თვალთახედვით და ეს პრინციპი ჩვენ გავატარეთ შემდეგ, ასე ვთქვათ, მოვახდიეთ მისი იმპლემენტაცია. აქვე მინდა მე ხაზი გავუსვა კიდევ ერთ მნიშვნელოვან მომენტს და ეს არის ზუსტად აი პასუხი თქვენს კითხვაზე. ალბათ ერთ-ერთ არეთ კომისიაში და საბჭოში ყოფილი ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი ვიყავი ამ კომისიაში, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ შეიკრიბენ ადამიანები, ვისთან ერთადაც ძალიან ადვილი იყო პრინციპული შეთანხმებების მიღწევა, იმიტომ რომ ჩვენ ხელმძღვანელობდით კანონით. ჩვენ ხელმძღვანელობდით იმ დებულებებით, რომელიც ჩვენ შევემუშავეთ რომის ფარგლებშიდაც მოვახერხეთ დამატებითი კრიტერიუმების განსაზღვრა, ჩვენ თითქმის ყველა მეორე კანდიდატ, ჩვენ თვითონ ვეკითხებოდით ყველაზე მნიშვნელოვან შეკითხვას. როგორ წარმოედგინათ მათ პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი საბჭო. ჩვენ მათგანაც ვიღებდით ამ კომენტარებს, იმისათვის რომ ჩვენ საბოლოოდ ჩამოგვეყალიბებინა ჩვენი მოსაზრება. ამ თემაზე კომენტარებს ჩვენ გვაძლევდნენ სოციალურ ქსელებშიც, წერდნენ და ეს იყო ძალიან საღი პროცესი. რითაც დავიწყე, მინდა ეს ნაწილი დავასრულოთ. მნიშვნელობა ქონდა პროცესს. საზოგადოებას ნდობა უნდა დაებრუნებინა ამ პროცესის მიმართ, ჩვენ არ უნდა მიგვეღო უბრალოდ ახალი საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭო. მე ვფიქრობ, რომ იმ ნაწილამდე, ვიდრე კომისიამ ეს გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და ვეთანხმები ქალბატონიას, ამ 27 კაციდან თავისუფლად შეიძლება 2 თანაბარი ძალის საბჭოს დაკომპლექტება შესაბამისი ნების არსებობის პირობებში. ასე რომ საუბარი იმაზე, რომ უნდა გაფართოვდეს ეს სია, შეიძლება როგორც ბატონმა ზვიადმა ბძანა, ვიღაც შეიძლება არ იყოს ამ სიაში, ვინც ჩვენც ვფიქრობთ, რომ რო ყოფილიყო, რატომაც არა, კარგი იქნებოდა, მაგრამ რას ნიშნავს გაფართოვდეს? ვინმე კონკრეტული გვარები იციან, ვინც უნდა იყოს ამ, ასე ვთქვათ, კონკურსში, ვინც უნდა დასახელდეს თუ, ანუ ვის, აი, ოდესაც ამბობენ ამას, კიდევ ვიღაც უნდა იყო. ვინ არიან ეს ადამიანები? კონკრეტული სახელები და გვარებზეა საუბარი, იმიტომ რომ კონკურსი ღია იყო ყველასთვის, არავინ არ შეგვიზღუდავს. ის ადამიანებიც კი, რომელთან მიმართებაშიც ან რაღაც იქ დაგვიანება იყო საბუთის, ან რაღაც დოკუმენტაციაში, ყველგან ჩვენ ვთილობდით, რომ ჩვენი მხრიდან მაქსიმუმი გაგვეკეთებინა იმისათვის, რომ ყველა წარმოდგენილი კანდიდატს ქონოდა თანაბარი მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა კონკურსის პროცესში. მადლობა, მარინა მუსხელიშვილი ქალბატონი ჩვენთან არის, მაგრამ მადამდე ვიდრე თქვენთან გადმოვიდოდა შეკითხვა ქალბატონო მარინა, მე მინდა გავესაუბრო იმ კანდიდატებს, რომლებმაც პირველი კენჭისყრის დროს საკმარისი რაოდენობით ხმები ვერ დააგროვეს, ნახოთ რა მოხდება მეორე კენჭისყრაზე, მე წარმატებას გისურვებ პირველ რიგში. ქალბატონო ნინია ესე გამოვიდა. ქალბატონო ნინია, თქვენზე გარკვეულმა ნაწილმა, თქვენზეც და თქვენზეც ქალბატონო სხვადასხვა გარკვეულმა ნაწილმა გააჟღერა ასეთი მოსაზრება, რომ თქვენ პოლიტიზებული ადამიანები ხართ და სულაც არ ხართ ასეთი ნეიტრალურები, აი სწორედ ვეხმაურები ქალბატონ იას თავარ პრინციპს, მან თქვა, რომ თავარი იყო ამ სიის შედგენისა სწორედ ის, რომ აქ არ უნდა ყოფილიყო პოლიტიკა. როგორ თქვით, რამდენად მისაღებია ეს არგუმენტი? რასაკვირველია, მიუღებელი არის აბსოლუტურად, იმიტომ რომ ეს პრაქტიკულად ჩემთვის პირადად არის როგორც ბრალდება, როდესაც მეუნებიან, რომ ნინია კაკაბაძე ვერ იქნება დამოუკიდებელი ამ ბორდში, ეს არის ბრალდების ტოლფასი ჩემთვის, ადამიანისთვის, რომელიც ყოველთვის ცდილობდა, რომ არანაირი პოლიტიკური გავლენის ქვეშ არ ყოფილიყო არასდროს მისი ცხოვრების მანძილზე, არა ვარ ძალიან ბებერი, მაგრამ რაც მიცხოვრია. და ამას რაც მთავარია არასაბუთებენ. მე არა მხოლოდ თქვათ დეპუტატი საგანელიძისგან მოვისმინე ეს მოსაზრება, არამედ კი ეს მოსაზრებები იყო თქვათ სოციალურ ქსელშიც ვიღაცები წერდა. სადაც მიმიწვდებოდა ხმა ყოველთვის ვეკითხებოდი, გთხოვთ მითხრათ რატომ ფიქრობთ ასე კონკრეტული მაგალითი რა განსაზღვრავს და რამ გაფიქრებინათ ისე რომ მე შეიძლება არ ვიყო დამოუკიდებელი და ვიქნები ამ შემთხვევაში მიკერძოებული ალბათ ნაციონალური მოძრაობის მოსაზრებებთან და მათ მოსაზრებებს გავატარებ და მათ დაკვეთას შევასრულებ ამ ბორდში.
ძალიან მადლობელი ვიქნები თუ კი ვინმე გამცემს ამაზე პასუხს. ფიქრობთ რომ შეიძლება თქვენი მეუღლის ფაქტორი თამაშობს ეს აქტს ზაზა ბიბლაშვილი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ახალი სახე. ზაზა ბიბლაშვილი არ არის, ჩემი მეუღლე არ არის ნაციონალური მოძრაობის პარტიის წევრი. ის უბრალოდ არის ძალიან აქტიური მხარდამჭერი, სამწუხაროდ ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ითვლება რომ ცოლი და ქმარი ეს ერთი და იგივე არის და რაც მთავარია ითვლება რომ ცოლი აუცილებლად ქმრის გავლენის ქვეშ უნდა მოექცეს. არასოდეს არ თვლიან რომ მაგალითად ქმარი შეიძლება ცოლის გავლენის ქვეშ მოექცეს. სამწუხაროდ ეს არის რაღაცა მე ვიტყოდი ცოტა მახინჯი კულტურის ერთ-ერთი დეტალი, რომელსაც ქართული საზოგადოება ვერ გაუგებს და ალბათ მე ვფიქრობ რომ ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც ჩემზე დღეს აცხადებენ რომ მე ვერ ვიქნები დამოუკიდებელი. თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წყვილი. ხო, იმიტომ რომ არ ვიცი, მე ვისაც ვეკითხები პირდაპირ თან ამას ვერ მეუნებიან, მე ვისაც ვეკითხები გთხოვთ მითხრათ. არა, ხო, მე გასაუბრებაში კომისიასთან ეგეც ვთქვი, რომ მე მყავს ასევე ოჯახის წევრი ძმა, რომელიც აბსოლუტურად რადიკალურად მეორე მხარეს არის. ამასთან ერთ-ერთი ცნობილი წყვილია გიგა ბოკერია და თამარ ჩერგულეიშვილი ამ თვალსაზრისით. ხო, შეიძლება იქნებ იმის გავლენის ქვეშ ვექცევი, რა იციან წინასწარ, ხო, ცნებამ რა იცის. ერთი სიტყვით ხო ეს არასერიოზული არის და ძალიან გული მწყდება რომ ასეთ არასერიოზულ განცხადებებს აკეთებს დღეს უმრავლესობა. დავით საგანელიძემ უკვე ორჯერ განაცხადა ეს ძალიან თამომწონეთ რომ მე ვერ ძალიან დიდ პატივს ვცემს, მაგრამ ეჭვებარება ჩემს დამოუკიდებლობაში ისე რომ ამას არაფრით არ ასაბუთებენ. ლელასთან დაკავშირებით არ მომისმენია თუმცა დღეს გავიგეთ დიახ ბატონმა სერგომ თქვა რომ დაუჭერენ ისინი მხარს ქალბატონს ძალიან კარგია რომ დაუჭერენ კიდევ კარგია რომ ლელასაც არ აბრალებენ რაღაცა მიკერძოებულობას და კარგია თუ კი მივლენ იმ დასკვნამდე რომ აუცილებლად ლელასნაირი პრინციპული ადამიანი უნდა იყოს ამ ბორდში და თუ შეიძლება ბარემ სამნი ვართ და სამი დიახ და შემდეგ ქალბატონ ლელასთან გადავიდა გენოსაც რომელსაც ასევე არ უჭერენ მხარს და ვერაფრით ვერ ასაბუთებენ რა არის მიზეზი იმისა, როდესაც აჭარამ ამ ხელა სუბიექტმა თქვა წარადგინა ერთი ადამიანი სრული ნდობა გამოუცხადა თან ორჯერ წარადგინა, ესე იგი და კომისიამაც რამდენად ვიცი სულოვნად დაუჭირა მხარი. ეს არის უპატივცემულობა პარლამენტის მხრიდან, როდესაც ორჯერვე აცხადებს, რომ მას არ დაუჭერს მხარს. ჩემი წინასწარი ხედვა ასეთი არის, რომ ქართული ოცნების ჩანაფიქრი არის, რომ აუცილებლად ამ ბორდში ყავდეს 5-9 წევრიდან 5 ისეთი ადამიანი, რომელზეც შეიძლება გავლენის მოხდენა. ან კი გავლენის მოხდენა შეიძლება ნუ ვიტყვეთ, კი ბატონო, აბსოლუტური თანამოაზრე მისი. რომელიც მთლიანად იზიარებს მის მოსაზრებებს ყველაფერთან დაკავშირებით და ვფიქრობ, რომ ამას მიაღწევენ და ეს იქნება ძალიან დიდი სირცხვილი. როგორც გააკეთებენ ამას, ფორმები როგორც ამას აკეთებენ. გასაგებია ქალბატონებო, თქვენი შეფასებაც მაინტერესებს. რატომ არ აღმოჩნდით თქვენ აქამდე ყოველ შემთხვევაში ახლა გავიგეთ რომ ხარს დაგიჭერენ დამაკმაყოფილებელი კანდიდატურა დეპუტატების. ხო, რა ვიცი, იცით, ახლა კი იყო ეს კომენტარები, ვთქვათ, პოლიტიკურ, აი ნინიას გასაუბრების მომენტშიც დაუსვეს, შემდეგ სოციალურ ქსელებშიც განიხილებოდა და ჩემთან დაკავშირებითაც ახლა, ნუ უფრო დაზუსტდა ჩემ შემთხვევაში, ასე ვთქვათ, ჩემი კანდიდატურა პოლიტიკურად ანგაჟირებული, ესეთი შეფასება გაისმა ჩემთან დაკავშირებით და ამიტომ ნინიას кейსაც თუ გავითვალისწინებ, შემიძლია ვთქვა, რომ მაინც მე მგონი ლაპარაკია имазе, რომ ჩვენ ვართ აქტიური ადამიანები. იგულისხმება რომ თუ სამოქალაქო პოლიტიკურ აქტიურობა. ხო, აქტიური ხარ, ნუ მეც ვარქმევ ამას პოლიტიკურ აქტიურობას, მაგრამ თუ პოლიტიკურად აქტიური ხარ, ეს სრულებით არ ნიშნავს, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიმართა ხარ, მაინც და მაინც აქტიური, ხო? სამოქალაქო აქტივისტი თუ ხარ რეზისტენტული იმის მიმართ, რაც ხდება ქვეყანაში, ხო? ხარ პოლიტიკური ფიგურა ამაზრით, ხო? პოლიტიკურად აქტიური ადამიანი ხარ და ხლა ეს არ შეიძლება ამ კონკრეტულ შემთხვევაში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს არჩევანის შემთხვევაში რაღაც დანაშაულად ჩაუთვალო ადამიანს. უფრო პირიქით მგონია, რომ საინტერესო არის ასეთი ადამიანის არჩევა, რომელიც იქნება გრძნობელი имის მიმართ, რომ ვთქვათ, რომელიმე მხარეს არ გადაიხაროს. ადამიანს არასდროს არ გამორჩება, რომ კონკურსია გამოცხადებული სამეურვეო საბჭოს შესარჩევად და არ დაადგენებს განაცხადის შეტანას.
სერიოზული არგუმენტი არის, ეს იგივე არის, რომ რომელიმე დეპუტატობის კანდიდატმა თქვას უკაცრავად, მე არ ვიცოდი, რომ არჩევნები იყო უკვე ტელევიზორისთვის არ შემეხედა, თუ შეიძლება დაგვიანებით მიმაღებით. ეს არის ძალიან არასერიოზული. ის რომ საზოგადოება უკმაყოფილოა, უნდათ თურმე მიღება მონაწილეობა ამ პროცესში მონაწილეობის მიღება და იმიტომ რომ ვერ გაიგეს ამისთვის თავიდან ცხადდება კონკურსი, ეს არის ყველაზე არასერიოზული ნაბიჯი, რომელსაც დღეს პარლამენტი გადადგას. და მე ეჭვი მაქვს, აღარ მახსოვს, ზვიად მათქვა, მე მგონი, მე დარწმუნებული ვარ, წინასწარ გვარები უკვე ცნობილი არის, ვიზი არის საუბარი, ვისთვის ხადდება ეს ხელახალი კონკურსი. პიროვნებებს გულისხმობენ და ეს არ არის ზოგადად ნათქვამი. რამდენადაც მე ახლა ის რაც ყური მაქვს, რისთვისაც ყური მაქვს მოკრული, ამაზე ბუნებრივია, გვარებს ასახელებს არ დავასახელებ, მაგრამ ეს რაღაცა არიან ძირითადად ესეთი ღირსება დაბრუნებული არტისტები. მომღერლები და ასე შემდეგ. რომელსაც არ ვიცი, ნახოთ, დაველოდოთ, მე ხა სახელებს და გვარებს არ დავასახელებ, ბუნებრივია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში პროფესია მეტნაკლებად დააკომპლექტება. მე მაინც მინდა დავამატო აი კანდიდატებთან დაკავშირებით, პრინციპში ყველამ თქვა და მე აბსოლუტურად ვუერთდები მოსაზრებას, რომ ამ კანდიდატებიდან ვინც წარადგინა კომისიამ აბსოლუტურად შესაძლებელია დასახელება ადამიანების, რომლებიც იქნებიან ღირსეულები სამეურვეო საბჭოში. ერთ-ერთ ასეთად გენო გელაძეს თვლის ძალიან ბევრი ადამიანი მე მისმენია თავად კომისიის წევრებისგან გაკვირვება იმასთან დაკავშირებით, რომ როგორ არ დაუჭირეს ამ ადამიანს. მე საერთოდ არ ვიცნობდი, მაგრამ მოვისმინე კონცეფცია და მინდა გითხრათ, რომ ყველა კანდიდატთაგან აი იას ვეუბნებოდი სწორედ მისი კონცეფცია მომეწონა ყველაზე მეტად და მისი პრეზენტაცია მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი აი საუკეთესო კანდიდატი იქნება. ბატონ გენო, თქვენ როგორ ვთქვით, რა შეიძლებოდა არ მოსწონებოდა დეპუტატებს? მალდოვა მოწვევისთვის მოგესალმებით, რა არ მოეწონათ ამის არგუმენტი სამწუხაროდ ვერ მოვისმინეთ. ერთადერთი მიზეზი რაც არის გაცხადდა იყო ის, რომ დეპუტატთა უმრავლესობა არ მიცნობდა. შეიძლება ეს არგუმენტი რამდენად დავარქვით არ ვიცი არგუმენტს, მაგრამ მეც არ ვიცნობ უმრავლესობას და შესაძლებელია ეს რაღაცნაირად განვიხილოთ როგორც არის მიზეზი, მაგრამ დღეს არ ამგონია უკვე ეს პრობლემა იდგეს და სხვა მიზეზი არის რატო ვერ დასახელდა, ალბათ იმიტომ რომ საზოგადოებრივ მაუწყებლით მე ხარ დავინტერესებული ვარ კონკურსის შემდგომ, დაახლოებით 4 წელია ვიმუშაობ გამომართულებით როგორც საკანონმდებლო გარემოს გაუმჯობესების, ასევე კვლევით თუ როგორ მუშაობს საზოგადოებრივ მაუწყებელი საქართველოში, უცხოეთში, მაქვს იდეები თუ როგორ უნდა გაძლიერდეს საზოგადოებრივ მაუწყებელი, როგორ უნდა ჩაერთოს მოსახლეობა ამ პროცესში. ეს თქვენს კონცეფციაში ყველაფერი დაერს. ბატონო, როგორ უნდა იყოს გამჭვირვალე, როგორ უნდა ისარგებლოს აი ამ სერვისით თუ ხეშად რო ვთქვათ, საქართველოს ყველა მოქალაქემ, საქართველოში ყველა მცხოვრებმა იმის მიუხედავად, ვინსაც ცხოვრობს, საინტერესო რამეს გეტყვით, რომ არ ვიცი, მე ვეთანხმები მოსაძლებას 27 ადამიანი, რომელიც შეირჩა, მართლაც ორ ბორცს დააკომპლექტებდა და მაგალითად მე 3 შერჩევის საფეხური ეტაპი გავიარე რა. პირველი საპარლამენტო კომისია, რომელიც ჩემის აზრით ირიბად პარლამენტის გადაწყვეტილება იყო, იმიტომ რომ ეს კომისია პარლამენტმა შექმნა პრინციპში. შემდგომ აჭარის უმაღლესმა საბჭომ ორჯერ ფარული კენჭისყრის სხვათა შორის გააკეთა არჩევანი ჩემზე. რა გამოდის, რომ თუ კი ამ შემთხვევაში საჯაროდ მოვისმინეთ, რომ კიდევ ვაპირებთ ეს რა თქმა უნდა ხარი არ დაუჭიროთო, მაშინ რატო ვაძლევთ უფლებას იგივე სახალხო დამცველს ან უმაღლეს საბჭოს, რომ იყოს სუბიექტივის დაასახელებს კანდიდატს, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში თავისუფალი ნების პირობებში ორივე სუბიექტმა გარედან სუბიექტებმა, რომლებიც პარლამენტში არ არიან ბუნებრივი, გამოხატეს პოზიცია დაასახელეს კანდიდატები ჩემს ამ შემთხვევაში თქოს გამოვვალ მდგომარეობაში ვარ და ვინაიდან ერთსულოვნად ხარდაჭერილ კანდიდატს არ დაუჭირეს მხარი დეპუტატებმა, მაშინ რა უნდა ქნას ამ შემთხვევაში? საინტერესო ამის გეტყვით, რომ აქ ვინ დაასახელა სუბიექტი, ჩემს შემთხვევაში დამასახელა უმაღლეს საბჭოს უმრავლესობამ და უმცირესობამ, ორივე შემთხვევაში. ხო, ანუ ის თუ ვისი კანდიდატია, ხუშად რო ვთქვათ, ხო, მე გახლავართ წარმომადგენლობითი ორგანოს კანდიდატი. ამ შემთხვევაში აჭარის წარმომადგენლობითი ორგანოს კანდიდატი. მე რომ მომესმინა რაიმე არგუმენტი და მართლა მინდა თუ ხე ჩაგურთვებია მოვისმინოთ, იქნება თუ რის გამო ან რას არ ვაკმაყოფილებ, ან რა იქნებოდა ის, რისთვისაც იტყოდნენ, რომ აი საკმაირესია ეს, რის გამო ჩვენ დაუჭერდით ხარს. ერთი რასაც ხა მე მეუბნებიან და არ ვიცი, საჯაროდ გაცხადებულა არის, რომ უბრალოდ არ მყავს პოლიტიკური ლობისტები და ეს შეთვის ასიამოვნოა პრინციპში რა. ანუ ის რომ პოლიტიკური ლობისტები არ აღმომაჩნდა, ამის გამო როგორც აღმოჩნდა პირველ ეტაპზე არ დამიჭირებს ხარი. დანარჩენს ვერაფერს გეტყვით რა. იქნება ხა მოვისმენთ მაინც ან ეხლა დღეს გადაცემაში, ან შემდეგ თუ რა იყო ამისი არგუმენტი. ვით უფრო რომ მე შევთავაზე ყველა დეპუტატს ოფიციალურად გამოვიყენე პარლამენტის ოფიციალური ვებგვერდი, რომ თუ კი რაიმე დამატებითი კითხვები ქონდათ ჩემს ბიოგრაფიასთან დაკავშირებით, კონცეფციასთან დაკავშირებით, ხედველთან დაკავშირებით, ზადვიყავი ნებისმიერ ფორმატში გამეცა პასუხი ნებისმიერ კითხვაზე, აქაც სადავარ და ზადავარ ხვალას პროცესს როგორც თვითონ გადაწყვეტენ.
გასაგებია, ანუ თქვენ თვლით აქედან გამომდინარე, რომ ვისაც მხარი დაუჭირა პარლამენტმა, მათ შესაძლოა ყავდეთ პოლიტიკური ლობისტები. თუ თქვენ ასე გითხოსო, თქვენ პოლიტიკური ლობისტი არ გყავთ. არა, ეს მე არ მეთქვია, ეს უბრალოდ საჯაროდ არ გაცხადებულა, ეს რომ ვისაც მხარი დაუჭირეს, ეს მაინდა-მაინც ლობირებულია რომელი პოლიტიკური სუბიექტის მიერ. უბრალოდ ჩემ შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ პარლამენტში ერთი რომ რადგან არ ვიცნობთ უმრავლესობა, ამიტომ ვერ უჭერთ ხარსო და მეორე რაღაც სხვა პოზიცია არ გაცხადებულა უბრალოდ, რომ გამოდის, რომ უნდა ყოფილიყო პოლიტიკური ლობისტები და სხვა შემთხვევაში იგივე სამოქალაქო ლობიზმი არ აღმოჩნდა საკმაოდ. გასაგებია, ქალბატონო მარიდა, თქვენ ხართ ის გამონაკლისი, რომ ის ადამიანი იმ სამიდან, რომელმაც მოიპოვა საკმარისი მხარდაჭერა დეპუტატების და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხართ დამტკიცებული წევრი ბორდის. თქვენ რამდენად თვლით საკუთარ თავს არაპოლიტიზებულ პიროვნებად? როგორ მოხდით ამ გამონაკლისში, ამის თქმა მინდა? პირველ რიგში მინდა მივესალმო რუსთავეორის მაყურებლებს. ის ადამიანები, რომლებიც მარტო რუსთავეორს უყურებენ, ნამდვილად არ მიცნობენ. მე პირველად ვარ თქვენთან. 10 წლის განმავლობაში რუსთავეორი მაიგნორებდა. მე ერთი წელი მივიღე რამდენიმე მოწვევა, მაგრამ მე თვითონ აღარ მოვინდომე. დღეს ჩავთვალე, რომ ვალდებული ვიყავი, რომ მოვსულიყავი, იმიტომ რომ ეს უკვე ჩემსნებაზე არ არის. მე ვარ არჩეული წევრი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსი და ვალდებული ვარ, რომ საზოგადოებას ვუპასუხო. რა არის პოლიტიკური და რა არის არაპოლიტიკური, ეს არის ძალიან კარგი შეკითხვა და ეს არის მთავარი შეკითხვა, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიზირებაზე არის საუბარი ან მისი სამეურვეო საბჭოს შერჩევაზე. მე დღეს მაგალითად ვისმენ ამ არაპოლიტიზირებული 9-კაციანი შესარჩევი კომისიისგან ისეთ განცხადებებს, რომლებიც ჩემი აზრით ცალსახა პოლიტიკურია და მე მათ ადგილზე ამ პოლიტიკური განცხადებებისგან თავს შევიკავებდი ყოველ შემთხვევაში მანამდე, სანამ პროცესი დამთავრდება. მე პირადად ბევრი ჟურნალისტი მირეკავს ამ პერიოდში და მე კომენტარებს არ ვაკეთებ პროცესზე, იმიტომ რომ მიმაჩნია, რომ ჩემი მხრიდან არაეთიკური იქნება. მე დაინტერესებული პირი ვარ, ან უკვე რახან არჩეული ვარ იმაში, რომ დანარჩენებიც მომწონდეს ეს ადამიანები, ვისთან ვიმუშავებ. ამიტომ მე ვცდილობ, რომ ზეგავლენა არ მოახდინო ამ პროცესზე, იმიტომ რომ პროცესი დამთავრებული არ არის. როდესაც დამთავრდება, მე აუცილებლად გავაკეთებ კომენტარებს და აუცილებლად გავაკეთებ კომენტარებს იმ განცხადებებზე, რომლებიც ჩემსა სხვა არჩეულ კანდიდატებსა და შესაძლებელია მომავალ არჩეულ კანდიდატებს მიმართ არის სრულიად შეურაცხყოფელი, იმიტომ რომ ეს არის ბრალდებები პოლიტიკური ინტერესების და ასე შემდეგ თვალსაზრისით. ეხლა შესაძლოა ეს თქვენ გულისხმობთ პირდაპირ რაც თქვენ თქვით და რაც დღეს რუსთავეორმა აჩვენა. დააკონკრეტეთ რა თქვა, რას გულისხმობთ? რომ მაყურებელიც მიხვდეს რაზეა საუბარი. რაც თქვენ დღეს თქვით, რაც იყო თქვენს ჭრილში, იქ სადაც ესე იგი პარლამენტარები ამ შემთხვევაში უმრავლესობა ეძებს პოლიტიკურად მორჩილ ადამიანებს, რაც თქვენ ასე გაიგეთ, რომ შესაბამისად რადგან თქვენ არჩეული ხართ, ესე იგი თქვენ ხართ ეს ერთ-ერთი პოლიტიკურად მორჩილი ადამიანი. საყვედური რატომ სახალხო დამცველმა არ გაიარა კონსულტაციები ტელევიზიაში და ისე წარადგინა თავისი, ანუ ფაქტობრივად ცუდი არასამთავრობოებთან, რაც არ უნდა იყოს. მე იმ საბჭოებთან, რომელიც არსებობს სახალხო დამცველთან. და ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ სახალხო დამცველი დაგეწერია კანონში. აქ კანდიდატურები. არანაირად. მე თქვენ ერთ-ერთ ხაზას ვერ იპოვით, ქალბატონო მარინა, სადაც მე მithქვამს, რომ ცუდი კანდიდატები იყო დასახელებული, ან ცუდი კანდიდატები გავიდნენ. თავისთავად რომ ეს კანდიდატიც თქვენივე შერჩეულია კომისიის. მაგრამ ის რომ მე როდესაც ვაფასებ დღეს ბატონ გიაბოლსკის კომენტარს და ბატონ დავით საგანელიძის კომენტარს, მე ვსაუბრობ ზუსტად იმაზე, რომ პოლიტიკოსები ფიქრობენ, პოლიტიკოსები გეგმავენ, რომ სწორედაც პოლიტიკური შეფასება და ეხლა ჩემ შეფასებაში მე ვარ ამ შემთხვევაში თავისუფალი. შეიძლება თქვენ რაღაც დამატებითი შეზღუდვები დაუწესეთ თქვენ თავს, რომ არ გააკეთოთ კომენტარი, მაგრამ მე დღეს ვარ აბსოლუტურად თავისუფალი მოქალაქე იმისათვის, რომ გავაკეთო კომენტარი. დღეს მე აღარ მზღუდავს იმ საზოგადოებრივი კომისიის მანდატი. ჩვენმა კომისიამ ამოწურა მუშაობა და შედეგები დადო. მე ვსაუბრობ იმაზე, როგორც განცხადებებსაც აკეთებენ დეპუტატები და როგორი ქმედებაც აქვს მათ, ხო? და ჩვენ ვამჩნევთ, რომ ისინი ზუსტად დღეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფრაქციის ლიდერი, ქართული ოცნების ფრაქციის ლიდერი, ეთერში საუბრობს, რომ არ დავამახინჯო მისი ციტატა.
ჩვენ არ უნდა მივცეთ თავისუფლება, რომ შეცდომა იყოს დაშვებული. შეცდომა არის 67 ადამიანის წარდგენა და იქიდან თუნდაც მათთვის ყველაზე მეტად მისაღები შეიძლება ეს არ იყოს იდეალური ადამიანის მე ვლაპარაკობდი და დამახავრებინეთ თუ შეიძლება მე უბრალოდ ბატონს ვიაც კი ბატონო მესმის კაბოტონ მარას იმიტომ რომ იმდენად დააზარალა პარლამენტმა პროცესი რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ჩვენ კომისიამ დავასახელეთ ეს კანდიდატები მათ შორის კაბოტონი მარინა დასახელებული იქნა ჩვენს მიერ ჩვენს მიერ კი დადგა კითხვის ნიშნისკენ რომელიმე შერჩეული ადამიანი არამედ პარლამენტის მიერ დადგა და ეს არის აბსოლუტურად გასაგები რომ ეს ხალხი ვინც არიან უკვე არჩეულები ისინიც კი მათ მიმართ ნდობის ხარისხი შეამცირა საზოგადოების მხრიდან პარლამენტმა მათ დისკრედიტირება გაუწიეს როგორც არჩეულ კანდიდატებს ისე სამომავლო კონკურსს რომელიც თავისთავად მოხდება ამ კრიტიკის ქარცეცხლში ხო ძალიან ცუდ პროცესში შევიდნენ აქედან გამოსავალ ჯერ კიდევ არსებობს კაბოტონო მარიდა და გააგრძელეთ რა თქმა უნდა საუბარი ჩვენ გვახსოვს თქვენ ამბობთ რომ ახლა არ აკეთებთ კომენტარებს მაგრამ ჩვენ გვახსოვს ძველი კომენტარები თქვენი ვთქვათ ყოფილა ნაციონალური მოძრაობის კრიტიკა თქვენი მხრიდან და ყოფილა ქართული ოცნების მხარდამჭერი განცხადებებიც აქედან გამომდინარე ათვლით რომ ეს საბაბს მისცემს ვიღაცებს რომ ეჭვგაჩნდეს რომ თქვენს პოლიტიკურად გარკვეული მიმართულება გაქვთ აღებული იმ კითხვას რა არის პოლიტიკური რა არის პოლიტიკური ეს არის მთავარი კითხვა ყველა პოლიტიკურ სისტემას აქვს თავისი მედია სისტემა. არ შეიძლება მედია არსებობდეს პოლიტიკური სისტემისგან დამოუკიდებლად. ისეთ პოლიტიკურ სისტემაში, სადაც ცხოვრობთ ჩვენ, აღარაფერი აღარ არის პოლიტიკური. ყველა ტელევიზია გარკვეული შეფერილობის არის. ეს არის ბუნებრივი. თქვენ ვერ შექმნით აქ ისეთ სიტუაციას, როდესაც ადამიანი იქნება სწორულად პოლიტიკური შეხედულებების არ მქონდა. სწორედ ამიტომ კანონი იყო დაწერილი ორ ეტაპიანი შერჩევის პროცესის მომცველი. პირველი ეტაპი ჩემი ინტერპრეტაციის კანონის, რომელიც როგორც ჩანს არ ემთხვევა კომისიის ინტერპრეტაციას. არის ის, რომ პროფესიული ნიშნით უნდა შეერჩია 27 ადამიანი. პოლიტიკურ დაბალანსებას აკეთებს მეორე ეტაპი, სადაც არის უმცირესობის და უმრავლესობის ინტერესების გათვალისწინებული. ეგრევე გეტყვით, რომ მე ამ პრინციპში ამ პროცედურას არ ვეთანხმები 2008 წლიდან, როდესაც ოპოზიციამ დაიწყო ნაციონალურ მოძრაობასთან მოლაპარაკებები. მიმაჩნია, რომ არასწორი პროცესი იყო, ელემენტარულად, სადაც ერთი პოლიტიკური ძალა ფლობს მთლიანად ძალაუფლებას და მართავს პროცესებს, როგორც მაგალითად ბრიტანეთში, ხო? ბრიტანეთში პრემიერ-მინისტრი სამხრივად ნიშნავს ამ კომისიას და პასუხისგებლობა მკაფიო პასუხსაგებს იმაზე, რომ BBC არ იყოს პოლიტიკურად მიკერძოებული. პასუხისგებლობა ეგეთ სიტუაციაში არის ათქვეფილი, ბუნდოვანი, ყველა რაღაცას მანიპულირებს არა მარტო პარტიული მიკუთვნებულობის, არამედ სხვა პოლიტიკური შეხედულებების და მსოფლმხედველობების თვალსაჩინოდან და საბოლოო ჯამში ის რაც უნდა იყოს, რომ ამ ბორდმა მკაფიოდ თქვას, რაში ხედავს საზოგადოებრივი მაუწყებლობის მიერ საზოგადოებრივი დაკვეთის შესრულებას, საზოგადოებრივი მრავალფეროვნების წარმოჩენას, მათ შორის პოლიტიკურის, მათ შორის მსოფლმხედველურის ინტერესების. ეს საჭიროებს საზოგადოებრივი მაუწყებლობის გაცილებით უკეთეს გააზრებას. ყოველ შემთხვევაში, ეხლა იმის მოთხოვნა, რომ პარლამენტმა და ესე იგი გააკეთოს რაღაცა და შეარჩიოს არაპოლიტიზირებული და პოლიტიკურად საერთოდ არაფერი არ აქვს ნათქვამი ადამიანს ისეთი ეს არ არის ეს საქართველოს იმის შეუსაბამო სიტუაცია და ჩვენ სწორედ იმისთვის ვართ იქ მჭრელი ადამიანები, რომ დავსხნეთ ერთად და ვეცადოთ, რომ ამ სიჭრელიდან გამოვიყვანოთ გამთლიანებული კაბოტონო მარინა, იმ განმარტებიდან, რომელიც თქვენ გააკეთეთ, თუ რა არის პოლიტიკა, მე გკითხავთ, აი ეს სამი ადამიანი თქვენი აზრით არიან თუ არა პოლიტიზებული პიროვნებები და უნდა ყოფილიყვნენ თუ არა ისინი ბორდში. მე ყველა მომწონს ადამიანი, ვინც 27-ში მოხდა და ვინც ვერ მოხდა, სხვათა შორის იქაც იყვნენ კარგი ადამიანები, როცა 27 არის შეზღუდვა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩემზე ნაკლებად პოლიტიზირებული არც ქალბატონი ნინია არის, არც ქალბატონი ლელა და დარწმუნებული ვარ არც სხვა წევრები, რომლებიც იქ მოხდებიან, თქვენ არ გიცნობთ და ამიტომ ვერაფერს ვერ ვიტყვი თქვენზე. მე მგონია, რომ კანონის მოთხოვნაა, რომ ბორდში იყვნენ საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები, ცნობილი ადამიანები, ეს ერთ-ერთი თუ
თუ არ მეშლება ხო სანდო საზოგადოებისთვის დიახ ხო რო იცნობს მე ჩემი პრინციპი არის საზოგადოებრივი ავტორიტეტი უნდა ჰქონდეს ადამიანის მაღალი მე რასაც პოლიტიკურად ვფიქრობ, მე ამას საჯაროდ ვაცხადებ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ამას აუცილებლად ვიღაცას დავაძალებ, მაგრამ მე მგონია, რომ ეს არის საუკეთესო გზა იმ თითკენ, რომ საზოგადოება გამთლიანდეს. მადლობა. ბატონო ემზარ, ჩვენ მოვისმინეთ თქვენი განცხადებები, ახლა გადაცემის დასაწყისშიც ჩვენ გქონდა თქვენი ფრაზები, სადაც თქვენ ამბობთ პირდაპირ, რომ ეს პროცესი არის პოლიტიზებული, ვინაიდან ხელისუფლება ცდილობს პოლიტიკური გავლენის მოხდენას საზოგადოებრივ მაუწყებელზე. აქედან გამომდინარე, თვლით, რომ ის ადამიანები, რომლებმაც მიიღეს ხმები, ნიშნავს, რომ ადვილად მოექცევიან ისევ პოლიტიკოსების თვალსაზრისით მათი გავლენის ქვეშ და ამიტომაც მიიღეს მათ ეს ხმები. რა პრინციპით მოხდა არჩევა მაშინ აი ამ სამი ადამიანის და დანარჩენებმა ვერ მიიღეს ხმები? მაგას მე ვერ გეტყვით, ვერ გიპასუხებთ. სახეზე არის კოლიზია. უსმინე ჩვენთვის ძალიან კარგად ნაცნობ და ცნობილ ექსპერტებს მედია სივრცეში. ეს არის პატარა ქვეყანა. ჩვენ გვაქვს ძალიან პატარა ჟურნალისტური კორპუსი. ეს კოლიზია მიანიშნებს იმაზე, რომ ეს პროცესი არაჯანსაღია. ეს პროცესი არაჯანსაღია არა თავშივე, არამედ თავისი განვითარებით. მე გულისხმობ მოყოლებული სადღაც ზაფხულიდან. როცა გარდამავალ მუხლებში მათ შეიტანეს ის დრაკონული და ანტიდემოკრატიული ჩანაწერი, რასაც ერქვა ფაქტიურად გარეკვა ძველი შემადგენლობისა. როცა საუბარია პოლიტიზირებულ ნაწილზე, მით უმეტეს ხელისუფლებას კარგად მოეხსენებოდა მაშინ, რომ ის ვინც რჩებოდა 1 სექტემბრის შემდეგ ის ნაწილი ძირითადად არაპოლიტიზირებული იყო და თან ისეც არ გახლავთ საქმე, რომ აუცილებლად პოლიტიზირებული ადამიანები უნდა მოხვდნენ და შეუძლებელია არაპოლიტიზირებული ადამიანი იყოს საერთოდ ბუნებაში და მით უმეტეს სამეურვეო საბჭოში. ერთია გქონდეს პოლიტიკური შეხედულებები და მეორეა როცა შემოდიხარ იმ შენობაში, რასაც ქვია საზოგადოებრივი მაუწყებელი იმ შუშებიან შენობაში, დაივიწყო შენი პოლიტიკური შეხედულებები. ეს არის ხელმძღვანელობა ან არის ხელმძღვანელობა? რასაკვირველია, ეს არის ჯანსაღი დამოკიდებულება და არაჯანსაღი გახლავთ ზუსტად ის ტენდენციურობა, რაც ხელისუფლებამ გამოამჟღავნა ამ თვეების მანძილზე, რასაც ერქვა პრინციპი, ვინც ჩვენთან ერთად არ არის, ის ჩვენი მტერია, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში გაუგებარი იყო აი ამ დაგვარი ექსპერტების, ესეთი უმაღლესი რანგის ეუთოსი და სხვადასხვა საერთაშორისო ექსპერტების რჩევების შემდეგ და მათი რეკომენდაციების შემდეგ როტაციულობის პრინციპის დარღვევა, აქ ჩემზე და პეტრეზე და ივანეზე ნამდვილად არ არის საუბარი, აქ არის პრინციპზე საუბარი. მე დამასრულებინეთ ნათია თუ შეიძლება, რა თქმა უნდა დაირღვა, იმიტომ რომ აქ იყო ვადები, თუ ვადებს არცემთ პატივს, თუ ერთმანეთს არცემთ პატივს, თუ არაფერს არცემთ პატივს, შედეგს რასაკვირველია ასეც მივიღებთ. იმიტომ რომ ცხადია ერთი რამ, თვალნათელია უკვე, თვალნათელია, იმიტომ რომ განვითარება მივიღეთ. ნოემბერში მიიღო ასევე დრაკონული გადაწყვეტილება, ასევე დისკრიმინაციული გადაწყვეტილება პარლამენტმა და პარლამენტში მოგეხსენებათ გადაწყვეტილებებს იღებს უმრავლესობა, უმცირესობა ჩვეულებრივ ვერ იღებს ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებს, იმიტომ რომ მათ აქვთ ხმათა უმრავლესობა. დატოვეს სამეურვეო საბჭო. ეს არის იცით რა სტატუსითაც ძალიან კარგი არის ეს სტატუსი იმ შემთხვევაში, თუ საუბარი არის რეკომენდაციებზე, თქვათ, რექტორისთვის, ან შესაბამის სამსახურებზე. როცა ასეთ ინსტიტუციაზეა საუბარი, რომელსაც აბარია ფაქტიურად ისეთი მნიშვნელოვანი სფერო, რასაც ქვია ბიუჯეტი, თუ მათთვის სათამაშოა ეს ამბავი, მაშინ თქვან და რაც შეეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის იმ მდგომარეობას, რასაც ხაზს უსვამენ ისინი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი პრაქტიკულად აღარ არსებობს და აღარ არსებობს პრაქტიკულად მაუწყებლისთვის, ეს არის
ზუსტად იმ მიზეზიდან გამომდინარე, რაც მათ აკეთეს ამ თვეების მანძილზე. და არა იმის გამო, იმ 1000 კაცის მიზეზით, რომლებიც იქ მუშაობენ. რაც აკეთეს, რაც გააკეთებენ, თქვენ როგორ ხედავთ, რაც გააკეთებენ, საით მიდის პროცესი? მე არ ვიცი, სად მიდის ეს პროცესი, ეს პროცესი ჩიხში შევიდა. როცა ირჩევ საბჭოს ბევრნაირი შეიძლება იყოს. პრემიერ-მინისტრი, მე არ მახსოვს, რომ ინგლისის პრემიერ-მინისტრი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი აკეთებდეს წარდგენას იქ სხვანაირად არის სამეურვეო საბჭოსთან დაკავშირებით. პრემიერი არ ნიშნავს იქ წევრებს. რაც შეეხება კანონს, კანონი შეიძლება, კანონზე დავა შეიძლება. მე ამ შემთხვევაში კანონის აბკარგიანობაზე არ ვსაუბრობ, იმიტომ რომ კანონი ასეთით შეიძლება იყოს და ისეთიც. იმიტომ რომ იდეალურთან მიახლოვებული ძალიან რთულია წარმოიდგინოთ. მაგრამ კანონი დაირღვა ამ შემთხვევაში. აქ საუბარი არის იმაზე, რომ როცა რაღაცას აკეთებ, უნდა გააკეთო. ეს არ უნდა იყოს ასე ცალსახად, ასე ღიად შენი ინტერესებიდან გამომდინარე და ეს არ უნდა იყოს იმ ვერტიკალური პრინციპის ფაქტიურად გადმოტანა ჩვენს რეალობაში 21 საუკუნის 10-იან წლებში, რასაც ქვია გენაცვალე ბოლშევიზმი. იმიტომ რომ რა კოლიზიასაც ჩვენ ახლა ვხედავთ მედიასა და ხელისუფლებას შორის, ეს არ არის ჰორიზონტალური დამოკიდებულება, ეს არ არის თანაბარი დამოკიდებულება. მე ნუ მელაპარაკება ნურც ერთი ჩემზე არ არის საუბარი. აქ მედიაზეა და თელ კორპუსია საუბარი, ნუ გველაპარაკებიან ეგეთი ტონით. ნუ იქნებიან ჩვენი მენტორები. სხვათა შორის დაცვა ხელისუფლებას მედიის მხრიდან. ეს დასაცველი ხელისუფლება არ არის, დასაცველი არის მედია. მედიის კიდევ ერთი წარმომადგენელია ჩვენთან ერთად ქაბატონი ნინო, თქვენ საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენელი ხართ და შიგნიდან ხედავთ ამ პროცესს, როგორ ხედავთ თქვენ ამ ჩიხიდან გამოსავალს? საერთოდ ვინმეს რომ მეკითხა შიგნიდან როგორ ჩანს ეს ყველაფერი გაცილებით უკეთესი იქნებოდა თავის დროზე. გიორგი, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ დრო დაგვითმეთ. ძალიან მიხარია რომ ეს ხდება განხილვის თემა ძალიან თქვენ სხვა ტელეკომპანიაშიც. ძალიან დიდი მადლობა იმისთვისაც რომ მოგეცით საშუალება შიგნით, ანუ თანამშრომლებს ერთ კონკრეტულ მოქალაქეს თქვა აზრის გამო თავისთავად ცხადია. მე პირველ რიგში ვარ მოქალაქე და მე ვარ დანარჩენი ყველაფერი. ნუ ის თემა რომ ვერ შეირჩია სამეთვალყურეო საბჭო, ჩემთვისაც არის კატასტროფა. ერთი სიტყვით რომ თქვა და არ წაგართვათ დიდი დრო. რაც შეეხება როგორც ჩანს შიგნიდან, ჩვენ შიგნიდან ადამიანები რომლებიც მუშაობთ და მე მინდა გითხრათ რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე არის არაჩვეულებრივი რესურსი და მე მინდა ყველას ვისაც ესეთი იუმორის განწყობით შეუძლია ჩვენს რეიტინგზე ისაუბროს რეიტინგების თემაზე თუ გააკეთებთ ერთ ток-შოუს სიამოვნებით მოვალ და მოგიყვებით როგორ კეთდება რეიტინგები ამ ეს ცალკე თემაა საერთოდ ხოლო რაც შეეხება იმას რა შეიძლება გაკეთდეს საზოგადოებრივ მაუწყებელზე საზოგადოებრივ მაუწყებელზე შეიძლება გაკეთდეს არაჩვეულებრივად კარგი გადაცემები, არაჩვეულებრივად კარგი ადამიანები მუშაობენ და მე ზუსტად ამის იმედი მქონდა, როცა ველოდებოდი სულ მოუთქმელად ახალი სამეთვალყურეო საბჭოს დამტკიცებას, იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი შანსი მე ვეთანხმები კომისიის წევრებს, რომ ამ ტელევიზიას ისეთი მარტივი ქართული სლენგით ეშველოს რამე, იმიტომ რომ დამერწმუნეთ გიორგი. საზოგადოებრივი მაუწყებელი არის რამე ეს ეხლანდელი შემადგენლობა. თქვენ ხართ ახლა შემადგენლობა? დარწმუნებული ხართ ბატონებზე, რომ თქვენ ახლა შემადგენლობა ხართ? თქვენ დაუშვით კატასტროფული შეცდომები და როდესაც საუბრობთ შეცდომებზე, აი იმ შეცდომებზეც თუ ცოტა მეც ვიფიქრებთ, იქნება გაცილებით უკეთესი. აქ ხელი შეშლაზე საერთოდ არ არის ლაპარაკი. აქ არის პირიქით დახმარებაზე საუბარი, როდესაც სამეთვალყურეო საბჭო პირველ რიგში აკეთებს თავის პირველ მოვალეობას გავს პირველ ნაბიჯს, რომელიც ევალება რომ გადადგას და მე დარწმუნებული ვარ, რომ რაც მე მინდა რომ იყოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, ეს არის ტელევიზია, რომელიც შემეცნებაზე და განათლებაზე გააკეთებს აქცენტებს ყველაზე დიდი პროცენტულობით, იმიტომ რომ დღეს თუ კი რამე წარმოადგენს საზოგადოებას, ეს არის მისი საზოგადოებრივი მაუწყებელი. და შესაბამისად თუ განწყობად საზოგადოებას ექნება ასეთი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ეს არის, ეს ვარ მე, მაშინ ამ ტელევიზიას მართლაც ეშველება რამე. და ძალიან გთხოვთ, არ გვინდა რაღაც გვერდით რაღაცეების ძებნა, არაფერი შორს არ ვარ წასასვლელები. ბორდი უნდა აირჩეს, ეს არის ერთმნიშვნელოვანი, ამაზე ორი აზრი არ არის. მე მიმაჩნია, რომ ის 27 ადამიანი, რომელიც იყო წარმოდგენილი კომისიის მიერ, არის არაჩვეულებრივი სია და თავისუფლად შეიძლება ამ სიიდან ბორდის თავისუფლად შეიძლებოდა და მე მოუწოდებ ყველას, ვისაც ეს ეხება. მე წარმოვადგენ ამ წუთას საინიციატივო ჯგუფს 564 ადამიანი არის ჩემს უკან, ჩავთვალოთ ასე.
მე გეუბნებით აბსოლუტურად წყნარად შემიძლია გითხრათ რომ ჩვენ ველით რაც შეიძლება სწრაფად სამეთვალყურეო საბჭოს არჩევას ზუსტად 27 კაცი და ალბათონინო თქვენ უფრო ვისაკისრებთ ამ შემთხვევაში ჩიხში პროცესი რომ არის შესული პასუხისმგებლობა ეს მნიშვნელოვნად პარლამენტს მთლიანად არაცალკე უმრავლესობა არავითარი ცალკე უმრავლესობა არსებობს ჩემთვის ერთი პარლამენტი კი დასაგებია დიდი მადლობა ვნახოთ რა პასუხები აქვთ დეპუტატებს თქვენს პრეტენზიებზე რეკლამის შემდეგ ჩვენ ისევ გიორგი ვოლსკი და სერგო რატიანი ჩაგვერთვებიან პირდაპირ ეთერში რამდენიმე წუთში გიორგი ვოლსკი ჩაგვერთვება ქუთაისიდან. ბატონო გიორგი, თქვენ უსმენდით ჩვენი სტუმრების მოსაზრებებს, ძირითადად რომ შევაჯამოთ, ისინი საუბრობენ იმაზე, რომ პროცესი არის პოლიტიზებული და სწორედ ამან შეიყვანა ჩიხში ბორდის დაკომპლექტება და აგრეთვე კომისიის წევრები ხაზს უსვამენ, რომ საუბარი ზედმეტია იმაზე, რომ სია არის არასრულყოფილი, ასე ვთქვათ და იქ კიდევ ვიღაცების დამატებაა საჭირო იმისათვის, რომ დაკომპლექტდეს ბორდი. თქვენ მოისმინეთ ისეთი მოსაზრებაც რომ უმრავლესობა შესაძლოა ვიღაც კონკრეტულ პირებზე ფიქრობდეს და ვიღაც კონკრეტული პირების ჩასმა უნდოდეს ამ კომისიაში. თქვენი შეფასება? ხო, ნუ პირველ რიგში ვიტყოდი ბატონ ზვიადს გამოვეხმაურები რომ შეცდომა არ გვინდა დაუშვათ ამას ცუდი რა არის და სულ არ ნიშნავს იმას რომ თქვენ დაუშვით რა ამის შეცდომა. თქვენ ამოირჩიეთ მათგან ვისგან საუკეთესოები ალბათ, ვისგანაც გქონდათ ასარჩევი. განსხვავებული აზრები არსებობს. არ შეიძლება რომ კომისია, თუნდაც თქვენი დონის ჟურნალისტებისა, იყოს შეუცდომელი საბოლოო ინსტანცია და ისეთი რომ ყველა სიტყვას წონიდეს რაღაცა შეურაცხყოფელის კონტექსტში. არ არის ეს სწორი მიდგომა. რა არის იმაში გასაკვირი რომ პარლამენტი გარკვეულწილად იყოს კიდევაც პოლიტიზირებული, მაგრამ არჩეული პიროვნებებით თუ ვიმსჯელებთ, მე მგონი ამის შთაბეჭდილებას ჩერჯერობით არ ტოვებთ ყოველ შემთხვევაში უმრავლესობა. იქ წინასწარ არის რაღაც კონსპირაცია მიმდინარეობს, აბსოლუტურად უსაფუძვლო საუბრებია, იმიტომ რომ საბოლოოდ გამოჩნდება შედეგი და მე დარწმუნებული ვარ, რომ იმ გადაწყვეტილებით, რომელსაც მივიღებთ, ცუდია რომ ცოტა გვიან, საზოგადოება იქნება კმაყოფილი. საზოგადოების ინტერესია აქ ლაპარაკი და არა ვინმე კომისიის თუნდაც ცალკეული წევრის. მე არ მინდა ხე ყველას გამოვეხმაურო, მაგრამ ნებისმიერის განცხადება რამოდენიმეს გამოკლებით თითოეულას გამოკლებით აბსოლუტურად პოლიტიზირებული იყო ეხლაც რასაც უსმენდი და ნუ უკავშირეთ მე მგონი მარინა იყო მოსხელეშვილი თუ არ ვწდები რომ თქვა რომ ცოტა თავი შეკავებაა საჭირო მეორე დღესვე როდესაც თლიანი ბორდი ვერ დავაკომპლექტეთ იყო ძალიან წარე და ძალიან ესეთი მკვახე განცხადებები პარლამენტების მიმართ უმრავლესობის მიმართ ეხლაც ბატონი ემზარი რატომღაც მთავრობის ეწოლაზე საუბრობს ეს ბატონ გიორგი ასეთი მწვავე რეაქცია გამოიწვია იმან არა იმან რომ ხმები ვერ მიიღეს კანდიდატებმა არამედ ამ კანდიდატების გასაგებად ვერ მოხერხდა ვიცი მე ხა თქვენ თუ ოპონენტი ხართ ჩემი მაშინ სხვა არანაირად ბატონო გიორგი მე ვიცი რამაც გამოიწვია მწვავე რეაქცია არ გამოუწვევია ეხლა თქვენ ცდილობთ რომ რაღაცა სკანდალური თემა წამოწიოთ მე რა სხვადასხვა აზრი გვაქვს მე და ვთქვათ ზვიად ქორიძეს ამაში არაფერი ტრაგიკული არ არის. ტრაგიზმი არ არსებობს. ცუდია რომ ვერ მივიღეთ გადაწყვეტილება ისეთი რომ სწრაფად ამოშავებულიყო ბორდი. ეხლა კიდე ვიღაცამ თქვა რომ შესანიშნავი რესურსი აქვს იმას საზოგადოებრივ მოუწყებას. შესანიშნავი ინტელექტუალური რესურსი აქვს. შესაბამისი ბორდია საჭირო. ბატონ გიორგი, აი მე რომ არ ვიყო თქვენი ოპონენტი ბატონ ზვიადს აქვს. ერთადერთი კითხვა მაქვს ბატონ გია, მოგესალმებით. რა თქმა უნდა, არ შეიძლება რომ ერთი და იგივე 27 ადამიანის განშერდგარის სიტყვას არტოვებთ უპასუხოთ. არა, უპასუხოთ არტოვებთ, მართლა ვსაუბრობთ იმაზე, რომ რა თქმა უნდა არ უნდა დარჩეს უპასუხო კითხვა. შეიძლება მე მომწონდეს თქვენ არ მომწონდეს ამ პირიქით. მე ჩემი აზრი ვთქვი, ხოდემდე გავაგზელოთ ეხლა.
როდემდეც გვექნება საშუალება რომ ერთმანეთს დაუსვათ კითხვა და რაღაცაზე ვთქვათ, ხო, საბოლოოდ რაღაც ხო შეიძლება რომ იყოს ისეთი მომენტი, რაზეც ვთანხმდებით. მე რიგითი მოქალაქე და თქვენ პარლამენტის წევრი. ბევრამაში თავდებით, ჩვენ არაფერი რა, როდესაც საუბრობთ თქვენ წამოეგეთ აი ამ სტრატეგიას, რომ აუცილებლად სკანდალური ურთიერთობა უნდა ჩამოყალიბდეს. სკანდალურობის მომენტი არ აქვს, ახლა მე მგონი ჩვენ საუბარს, ხო? არანაირფერი არ დაგვაქვს სკანდალურობის. ხელობას ხო ხედავთ არა? არა, მე არაფერს არ ხედავ. მე კი ვთქვას, რომ უბრალოდ ტრაგიზმი რა თქმა უნდა არ არის იმაში, რომ მე მომწონს 27 კაციანი სია და თქვენ არ მოგწონთ, ან თქვენ რომელი სიაც მოგეწონებათ, ის მე არ მომეწონება. რა იცით რომ არ მომწონს. ჯერ ჩავატაროთ არჩევნები, ყველაფერზე ესე არ შეიძლება. თქვენ წარმოიდგინეთ, მე ჩემ თავს ვერ ვაძლევ უფლებას რომ თქვა, რომ რაღაცა ექსპერტი ვარ საბოლოო და ერთი გადაწყვეტილება ჩემი არის საკმარისი. ვახელებთ და ამიტომ არის ახალი კონკურსი საჭირო. თქვენ ბრძანეთ, მე ხომ არ მithქვამს. ტრაგიზმი. მე რა მოხდა რომ თქვა რომ 67 რა, 67-ს კი არ გამოვრიცხავს და თუ ვინდა იმ ფრაზას და მე ისაუბრეთ, გთხოვთ. მე ერთ ფრაზას ვიტყვი მხოლოდ. ტრაგიზმი მდგომარეობს იმაში, რომ კანონი ირღვევა. ეს არის ტრაგიზმი. არაფერი არ ირღვევა. ნორმა არ უნდა დაირღვეს. თორემ ის ვინ იქნება პერსონალიები არ არის ტრაგიკული. იქნება თუ არა ეს სიაში. საერთოდ მოიტანეთ რომ კანონი ირღვევა. ნუ კანონის სულ ორი მუხლი ეხება ამ საკითხს და ერთ-ერთი მუხლი პრინციპულად ირღვევა. ეს არის 26-ე მუხლი და ამაზე ჩვენ დიდხანს შეგვიძლია ვისაუბროთ და ეს არის ტრაგიკული მეთქი, რომ ის კი არა რომ ვინ მოგვეწონება და ვინ არა. არსებობს იურისტთა ორი ჯგუფი, რომელიც სხვადასხვა აზრის არის. ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ და თქვენ ამბობთ რომ კანონი არ ირღვევა. თქვენ ასე თქვით. ბოლო შეკითხვა მექნება ბატონო გია, როგორ ხედავთ თქვენ პროცესების განვითარებას საბოლოოდ რომ გითხრათ? მე ვფიქრობ რომ სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ, თუ საჭიროა ჯერ დიდი მადლობა უნდა უთხრათ იმ შემადგენლობისთვის, რაც წარმოადგენს, ეს შემადგენლობა დღის წესრიგიდან არ ამოდის, რასაკვირველი, ასე რომ ყველას ვთხოვ თავი შეიკავოს განცხადებებისაგან და ამ პოლიტიკური ელფერისაგან, რომელიც მათ განცხადებებს ახასიათებს. ჯერ კიდევ ხვალინდელი არჩევნები გვიჩვენეს ბევრ რამეს. მე გაფრინდაშვილთან დაკავშირებით თქვი, რაც გადაწყვეტილება თქვათ ჩვენ ფრაქციაში უმრავლესობაში არსებობს იდეა, მიდგომა, მაგრამ არჩევნები ხვალ არის და ვნახოთ იქ როგორ იქნება, როგორ განვითარდება მოვლენები, კონსულტაციები მიმდინარეობს ყველა საკითხთან დაკავშირებით. დიდი მადლობა. მე ვფიქრობ რომ საჭიროა ხო კიდევ დამატებითი კანდიდატურების განხილვა. გასაგებია. დიდი მადლობა გიორგი ვოლსკი და უმრავლესობიდან გვერდთვებოდა ქუთაისიდან. ვიდრე ბატონი სერგო ჩაგვერდთვებოდეს პირდაპირ ეთერში, ქალბატონოია, თქვენთანაც მინდა მე გადმოვიდე შეკითხვით, აი რა საბოლოო პასუხი გაქვთ იმ ყველაფერზე, რაც მოისმინეთ დღეს აქ დეპუტატებისგან და თქვენი კოლეგებისგან და ჩვენი სტუმრებისგან. აქ იყო საუბარი იმის შესახებ, რომ კომისიის წევრების განცხადებები არის პოლიტიკური შინაარსის მატარებელი და ჩვენ უნდა შევიკავოთ თავი ესეთი განცხადებებისგან. მე მინდა რომ ჩვენმა ტელემაყურებელმა ძალიან კარგად გაიაზროს ერთი რამ, რომ საქართველოში არსებობს მედიის ადვოკატირების კოალიცია, რომელიც არის ინიციატორი საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმირების, რომელიც არის ფაქტობრივად ავტორი ამ ცვლილებების, რაც შევიდა პარლამენტში მთელი წლის განმავლობაში. ჩვენ ვცდილობდით, რომ პარლამენტში მოგვეპოვებინა მხარდაჭერა ამ კანონ პროექტისთვის და გვექცია ეს კანონად. სხვათა შორის პირადად ბატონი ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერით, პოლიტიკური მხარდაჭერით მოხერხდა ამ კანონის გატანა პარლამენტში. ძალიან დიდი მადლობა იმ ძალებს, ვინც არიან პარლამენტში და ვინც მხარი დაგვიჭირეს ჩვენ, რომ ყოფილიყავით კომისიის წევრები და ეს იყო 86 ადამიანი ნულის წინააღმდეგ, არავინ არ იყო წინააღმდეგი, რომ ჩვენ ყოფილიყავით კომისიის წევრები და მართლაც გვაქვს პოლიტიკური მიზანი. ჩვენი პოლიტიკური მიზანი არის დეპოლიტიზება საზოგადოებრივი მაუწყებლის მართვის. სანამ ჩვენ ამ მიზანს არ მივახცევთ, მანამდე ვერ გავჩერდებით და ვიბრძოლებთ ბოლომდე. ამიტომ ეხლა თუ ვინმეს ქონდა მაგის ილუზია, რომ ჩვენ წყალს ჩავიგუბებდით, პირში ესე არ მოხდებოდა და ვერც მოხდება და ჩვენ არა გვაქვს სხვა მიზანი გარდა იმისა, რომ მოვახდინოთ როგორღაც მართვის დეპოლიტიზება, რომ პოლიტიკური ელემენტი, პოლიტიკური გავლენა გავიტანოთ საზოგადოებრივ მაუწყებლიდან და მე მაგრამ მგონია, რომ დღევანდელი შემადგენლობაც იქნება ძალიან მნიშვნელოვნად მებრძოლი სწორედ იმისთვის, რომ
პირდაპირ პოლიტიკური გავლენები არ იყოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე. თუმცა რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ვინ იქნება გენერალური დირექტორი და ის 5 ადამიანი, ვისი ხმებიც გადაწყვეტს გენერალური დირექტორის ვინაობას. რა თქმა უნდა. მადლობა. გადავიდეთ სერგო რატიანთან, რომელთანაც ჩართვა იმედი მაქვს ხარვეზების გარეშე ჩაივლის ამჯერად. ბატონო სერგო, თქვენ მოისმინეთ ჩვენი სტუმრების მოსაზრებები, მოისმინეთ გიორგი ვოლსკის განცხადებები. როგორ ფიქრობთ, რამდენად შესაძლებელი იქნება, რომ პროცესი გაგრძელდეს მაინც ისე, რომ ეჭვი არ გაჩნდეს, რომ ის პოლიტიზებულია, მოხერხდება ეს? იმედი ამჯერად მაინც მოვახერხებ სათქმის ბოლომდე თქმას და ჩავერთვები, ასე ვთქვათ, პოლიტიკურად არამოტივირებულ დისკუსიაში. მე უნდა ვთქვა, რომ საკმაოდ პრობლემური სიტუაცია და ჩიხური სიტუაცია. სიტუაცია არის შემდეგში, რომ პოლიტიკური ძალა, რომელიც 1 წლის განმავლობაში ცდილობს დაიქვემდებაროს საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელმაც შექმნა ეს მთელი ეს პროცესები, იყო ლიდერი ამ პროცესებში. ეს ძალა გარდა იმისა, რომ აი ამას ცდილობს და აქვემდებარებას ცდილობს, ის აღმოჩნდა გარკვეულწილად უუნარო გადაწყვეტილებაში, ის თავისთავად ის ფაქტი, რომ თვითონ ვერ დაასახელეს კანდიდატები, არ დაუჭირეს მხარი კანდიდატებს, რომელიც ასე ვთქვათ იყო წარდგენილი, ეს ქმნის სრულიად აბსურდისტიაც, ეს ქმნის პრობლემას, რომელიც გვაქვს თითქმის ყველა მიმართულებით, როდესაც გვაქვს პოლიტიკური ძალა, როდესაც გვაქვს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს გადაწყვეტილების მიღების უნარი, ეს იწყება ეკონომიკით და ეს თავდება არც განათლების პოლიტიკითა და საგარეო ურთიერთობით. არის ძალა, რომელიცაც არ აქვს ჩამოყალიბებული პოლიტიკური, ასე ვთქვათ, პოლიტიკა და აქვს სრულიად ურთიერთგამომრიცხავი ქაოსური ქმედებები. ეს გამოვლინდა სხვათა შორის და ზუსტად საზოგადოებრივმა მაუწყებელმა აჩვენა, რომ მათი ასე ვთქვათ უუნარობა და მათი ასე ვთქვათ არაკონსტრუქციულობა არა მარტო სხვის მიერ გაკეთებულ საქმეებზე, არამედ თავის მიერ შექმნილ პროცესებზეც კი. ხო, მათ წარმოიდგინეთ, მე გითხარით უკვე, რომ აჭარის ასე ვთქვათ წარმომადგენლებს მათ არ დაუჭირეს მხარი, ჩვენ დაუჭირეთ ოცმა ასე ვთქვათ წარმომადგენლობა. დიახ, აი 20 მე უკვე გითხარით, რომ 29 ხმიდან 20 იყო ჩვენი და მხოლოდ 9 იყო, ხო? აგრეთვე ლელა გათბერდაშვილზე საერთოდ არ არის ლაპარაკი ნინია კაკაბაძესთან დაკავშირებით, რომელიც საერთოდ უცნაური იყო, მაგრამ იმ ფონზე, როდესაც ეს ძალა საერთოდ ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ იღებს და არის სრულიად ასე ვთქვათ დეზორგანიზებული, მათ არ აქვს კოორდინაცია, არცემენ პატივს სხვის ასე ვთქვათ კოტირებისა და სხვისი ვაკანსიების პრინციპს, არ უსმენენ საზოგადოებას და არასამთავრობო ორგანიზაციას. მე ვფიქრობ, პრობლემა პასუხისგებლობას აკისრებთ უმრავლესობას. მე უბრალოდ ვერ მივიღებ პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ რამე დავაკელით, ჩვენ სხვადასხვის ქალბატონი ნათიას კომენტარი მოისმინეთ თქვენ ბატონო სერგო, ქალბატონი ნათია ამბობდა, რომ იქ საუბარი არ არის ვინ რამდენი დეპუტატი უნდა იყოს, რომ იქ კანდიდატი დაასახელოს და ქალბატონმა ნათიამ თქვა პირდაპირ, რომ თქვენმა სუბიექტმაც დაარღვია კანონი. ხო, არა, მე რამდენადაც მაქვს, ასე თქვა, რამდენადაც ვიცი ეს პროცესი, ჩვენ უნდა ერთ კანდიდატ, ანუ ერთ წევრს შეიძლება წაედგინა მხოლოდ ერთი 17 ადამიანმა წარვადგინეთ ერთი კანდიდატი, მეორეს წარვადგინეთ, იმ მომენტისთვის არ ვიყავით უბრალოდ მეტნი და მესამეს წარვადგენთ ეხლა. თუ ეს ხვანაერად არის, შემიძლია 9 კანდიდატი წარვადგინო, არც მაგაში არ არის საქმე ბოლოს და ბოლოს, ხო? მაგრამ კანონი რამდენადაც ჩვენ ვკითხულობთ ამას, სწორედ ამას მოითხოვდა ჩვენგან. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ყველანაირად მე მგონი საზოგადოება ხედავს, რომ გაცილებით უფრო კონსტრუქციულები ვიყავით და უცნაურია, რომ გაცილებით ქმედითები ვიყავით, იმიტომ რომ ჩვენ ასე თუ ისე ერთი კანდიდატი ყავს გაყვანილი, მეორეს მე დარწმუნებული ვარ, რომ ამას შევძლებთ და მესამესაც ესე ვთქვათ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გავიყვანოთ მესამე კანდიდატის და იყოს მაქსიმალურად დაკვირვებული. ერთადერთი პასუხისგებლობას, რასაც მე ვგზნობ, ის რომ აი ესეთი თუ შეიძლება ითქვას გადაწყვეტილების უუნარო უმრავლესობა ყავს, გარკვეული პასუხისგებლობა არის ჩვენზე, რომ ჩვენ ვართ უბრალოდ უმცირესობაში ვეცდებით ამის გამოსწორებას. დიდი მადლობა. ბატონი სერგო რატიანი გვერდებოდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისიდან. ქალბატონ ნათია, თქვენთან გადმოვალ, მე შეკითხვი ვინაიდან ჩვენ კანონის დარღვევაზე ვსაუბრობთ,
თქვენ საუბრობთ სწორად. რა უნდა მოხდეს მაშინ ამ შემთხვევაში? შეიძლება სასამართლოში წავიდეს? ეს ალბათ ყველაზე უკიდურესი ნაბიჯი შეიძლება იყოს და არ მგონია იმედი მაქვს რომ აქამდე საქმე არ ჯერჯერობით ამას მე ჯერ კიდევ მაქვს იმედი რომ დაბრუნდებიან და თქვათ ეს ჩიხიდან გამოვლენ ამის გამოსავალი. აი როგორ უნდა გამოვიდნენ მაშინ ისე რომ არ მივიდეს სასამართლომდე? ეს ნაცნობი მოძრაობა რომელიც ახლა ეს ბატონი სარიკო საუბრობდა და სხვათა შორის კიდევ ერთხელ იგივე ქალბატონ ნინიას ყოფნის 51 ხმა უმცირესობას 54 აქვს მე მგონი პარლამენტში. თვითონ გამოიჩინა ნუნარინ და დაამტკიცონ ეს კანდიდატები იგივე გენო გელაძე, იგივე ლელა გაფრინდაშვილი. აბსოლუტურად საკმარისია უმცირესობაც, რომ ამბობენ რომ მხოლოდ უმრავლესობაა, თქვათ, პასუხისმგებელი ამაზე. უმცირესობასაც შეუძლია აი ეს სამი კანდიდატი, რომელიც ახლა მეორე ტურზე გადის, დაამტკიცოს და გამოიჩინონ ბატონო უნარი, შეიკრიბონ, იყვნენ კონსტრუქციულები, მოусმინონ საზოგადოებას და აირჩიონ აი ეს წევრები, რომლებიც აქ არიან წარმოადგენელი. ანუ მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ამბობთ რომ კანონი დარღვეულია, მაინც გამოსავალი არის ისე რომ არ გართულდეს. ხო, ნახეს, ქალბატონ დარეჯანს ეხლა ასახელებენ მიუხედავად იმისა, რომ უმცირესობამაც დაარღვია კანონი და ვადები არ დაიცვა, რომელიც კანონით იყო განსაზღვრული. მათაც დაარღვეს. იგივე შეუძლია გააკეთოს უმრავლესობასაც, უბრალოდ უმცირესობანი ხა პოლიტიკურად დააცრა, მაგრამ მეც საერთოდ ხა პოლიტიკურ შეფასებებში შევიდა. მე ვისაუბრებ იმაზე, რა არის დარღვეული კანონში და ნამდვილად არ ვიტყვი იმ პუნქტებზე, რომელიც ეხება ბორდის დაკომპლექტებას. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ კანონი ცალსახად განსაზღვროს მაუწყებლობის შესახებ. კანონი არ შეიძლება რომელიმე მაუწყებელი და განსაკუთრებით საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც უნდა იყოს დამოუკიდებელი ინსტიტუცია, ცალკე ფინანსდებოდეს პირდაპირ ფინანსებოდეს ადმინისტრაციიდან და სახელმწიფო უწყებებიდან. დღეს ხლა გამოსავალი არ არის. სარეზერვო ფონდებიდან ირიცხება თანხა, იმიტომ რომ რაღაცა მაინც აკეთოს ამ ხალხმა საზოგადოებრივ მაუწყებელში. ეს ჩიხური მდგომარეობა რომ ყოფილიყო კანონი ამ ნაწილში რომ არ დარღვეულიყო, იმიტომ დაჩქარდა პროცესი. და ჩვენ სწორედ იმიტომ რომ ეს კანონი არ დაიცვეს დაკომპლექტების წესთან დაკავშირებით, მივიღეთ სხვა პუნქტების დარღვევები, რომელიც გვაქვს მაუწყებლობის შესახებ კანონში და რომელსაც უბრალოდ სხვაგვარად ვერ წაიკითხავენ, იმიტომ რომ ცალსახად ესე წერია, არ შეიძლება სარეზერვო ფონდიდან გადაირიცხოს თანხა საზოგადოებრივ მაუწყებელში. აგრეთვე დარღვეულია კანონი იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ როგორც საზოგადოება ვერ ვიღებთ პასუხს, რა ხდებოდა წლების განმავლობაში, მათ შორის 2013 წელს, როცა ბატორი ბემზარი იყო ბორდის ხელმძღვანელი საზოგადოებრივ მაუწყებელში, როგორ დაგროვდა ვალები. მე რატო ვწუხვარ? კომისიის წევრი აღარა ვარ. იმიტომ ვწუხვარო უკაცრავად, მაგრამ ყველა ჩვენს მიერ გადახდილი თანხა სადმინდის კაცმა არიცის, სადმინდიოდა კაცმა არიცის და არავის ამაზე პასუხის გაცემა არ უნდა. ბორდი სწორედ იმიტომ უნდა შეკრებილიყო, რომ ეხლა რომ ბორდი იყოს მოქმედი, ანგარიში უნდა ჩაებარებინა საზოგადოებისთვის, აუდიტი უნდა ჩაეტარებინა, მაგრამ ჩვენ ამაზე პასუხები არ გვაქვს. კანონის სხვადასხვა პუნქტებში ირღვევა და არა მხოლოდ ბორდის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით. მადლობა. ბატონ ზია, თქვენ რა გამოსავალს ხედავთ ამ სიტუაციიდან? და რეალურად თუ მიგაჩნიათ რომ გამოვალთ ამ ჩიხურის სიტუაციიდან თუ მაინც მეორე ერთ თემაზე გავაკეთებ აქცენტს, მაინც კეთებ აქცენტი, რატო აქტიურობთ ესე? და მე ვფიქრობ ამაზე არის პასუხი გასაცემი. მე მაგალითად როგორც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი ვფიქრობ რომ ჩვენ ყველამ ერთად არ უნდა დაუშვას იგივე შეცდომა რაც მოხდა ვარდების რევოლუციის შემდეგ. ჩვენმა პასიურობამ თუ სხვა დამატებითმა პროცესებმა განაპირობა ის რომ მივიღეთ აბსოლუტურად ცენტრალიზებული მართლობა, რომელიც თავისი პოლიტიკით იყო ყველგან სადაც უნდა ყოფილიყო და სადაც არ უნდა ყოფილიყო. დღეს ჩვენ თუ კი რაიმე მიზეზმა შეცვალა ეს ხელისუფლება და მოიყვანა სხვა მართლობა ამ ქვეყანაში, მოიყვანა მეტი დემოკრატიის მოთხოვნა. მათ შორის ეს უკავშირდება მაგალითად თვითმმართველობის რეფორმას ამ ქვეყანაში. ეს უკავშირდება საზოგადოებრივ მაუწყებლის რეფორმას. არის ძალიან ბევრი საკითხი, რომელიც დგას გამოწვევად ქვეყნის წინაშე. დღეს ხშირად ამ რეფორმების განხორციელების მნიშვნელობა საბუთდება ევროკავშირში ჩვენი ინტეგრაციით. ეს არ არის ერთადერთი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის. მთავარი გამოწვევა ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ქვეყანაში იყოს მეტი დემოკრატია, რომ ჩვენ რეალურად ვიყოთ მზად შემდეგ უკვე ევროინტეგრაციის პროცესებისთვის. ასე რომ მე ვფიქრობ, რომ ჩვენი სიფხიზლე არის დღეს ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ თუ ვახსენებთ დღეს პოლიტიკურ მართლობას, თავისი პოზიციით და თავისი ოპოზიციით, რომ მან აიღოს რეალურად ის პასუხისმგებლობა, რომელიც ქვეყნის წინაშე საზოგადოებამ დააკისრა, მე ვფიქრობ, ამით არაფერს ცუდს არ ვაკეთებთ. მეც უნდა გამოვეხმაურო ბატონ გიორგი ვოლსკის განცხადებას აქტიურობასთან დაკავშირებით. მან თქვა, რომ მეც შესაბამისად ტელევიზია ტემპერატურის აწევას და შეიძლება სკანდალის შექმნას ვცდილობთ, ვერ დავეთანხმები ამას, სკანდალის შექმნა რომ უნდა ამის გაკეთება ბევრად პრომატივად შეიძლება. ჩვენი სტუმრების ბოლო რეპლიკები მინდა აგრეთვე ამ თემასთან დაკავშირებით მოვისმინო, ქალბატონ მადნა გისმენთ. მე იურისტი არა ვარ.
მაგრამ როგორც ჩანს თუ კი ვკითხულობთ იმაზე რა გამოსავალი არის ამ სიტუაციიდან ვერაულით იმას რომ კანონის ესე იგი ანალიზი არ გავაკეთოთ დილეტანტურად დავანებოთ თავი იმას დაარღვია თუ არ დაარღვია კანონი პარლამენტმა რომ 3 დღის ვადაში არ წარადგინა თუ დაარღვია რომ რა შეიძლება ამაზე გაკეთდეს ეს უკვე ჩადენილია ეხლა რა შეიძლება გაკეთდეს სამწუხაროდ მე რაც წავიკითხე ეს კანონი უმრავლესობას და უმცირესობას აღარ აქვს უფლება რომ წარადგინონ ახალი კანდიდატები ჩემი წაკითხვით იმიტომ რომ 3 დღის ვადა გასულია ანუ მათ შეუძლია ხო თუმცა თეორიულად სამჯერ წარდგენის სამჯერ წარდგენა შეეძლო თუ კი წარადგენენ არ აირჩევდნენ და მე მაგრამ რადგანაც არ წარადგინეს ეხლა ჩემი აზრით არ შეუძლიათ და მაგაზე იურისტებმა უნდა გასცენ პასუხი. თუ არ შეუძლიათ, მათ სასტრაფოდ უნდა გამოაცხადონ ახალი კონკურსი, დიდი ბოდიშები უნდა გამოაცხადონ იმ ადამიანებს, ვინც ესე იგი 27-ში მოხდა და ამ კონკურსში არ წარადგინეს. კონკურსის მოთამაშეებს და ალბათ კომისიის წევრებსაც, მაგრამ საზოგადოებრივი მაუწყებლის საჭიროებები მართლაც არ ითმენს. საზოგადოებრივ მაუწყებელს სჭირდება ბურთი. თუ კი ეს პარლამენტი კანონის დარღვევის გარეშე ვერაფერს ვერ აკეთებს, მათ უნდა გააკეთონ ახალი კონკურსი და სასწრაფოდ დაიწყონ ეს პროცესი. დიდი მადლობა. ნინია, გისმენთ. მე მიტყოდი მხოლოდ იმას, რომ როდესაც მოგიწოდებენ რაღაცა სკანდალი არ შექმნათ, კი ბატონო, ნუ დავარქვათ სკანდალს, მაგრამ ეს სკანდალის ტოლფასი არის პარლამენტის მოქმედება. როდესაც მან დაარღვია კანონი, როდესაც ის ჯერ კიდევ გარეთ ეძებს ახალ სახეებს, რომელსაც დაამტკიცებს ამ ბორდისთვის, იმიტომ რომ ეს მოხდა და ნათელია ძალიან, ამდენიც არ უნდა ისაუბრონ იმაზე პოლიტიზირებულზე, როცა ვსაუბრობთ, პოლიტიზირებული ყველანი ვართ. პოლიტიკურად მოიკერძოებულები რამდენად ვართ რომელიმე პარტიის მიმართ, ან კი ვართ თუ არა რომელიმე პარტიის იდეების გამტარებელი, ან მათი ინტერესების დამცვალი. ამაზეა საუბარი, თორე პოლიტიზირებული ყველა ჩვენთაგანია და საქართველოში ძალიან რთულია წარმოვიდგინოთ ადამიანი, რომელიც არ არის საერთოდ პოლიტიზირებული. რაც შეეხება სკანდალს, პრაქტიკულად სკანდალი არის, ამიტომაც არის, რომ დიპლომატიურმა კორპუსმა გაავრცელა განცხადება, არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია გამოთქვავს თავის მოსაზრებას და ამბობს, რომ დააკვირდება აუცილებლად პროცესს, როგორ წარიმართება და ეჭვი ეპარება, უკვე ეჭვის თვალით უყურებს ამ პროცესს, რომ არ მიდის თვალ დემოკრატიული გზით. ამიტომ ძალიან სამწუხარო არის, რომ მმართველობის 1 წლის თავზე უკვე მმართველმა გუნდმა გამოაჩინა საკუთარი თავის ლუსტრირება მოახდინა და ასეთი მარტივი თითქოს რა არის, ხო, რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს ერთ ტელევიზიას და იმ ერთი ტელევიზიის ბორდს, 9 კაციან ბორდს, ხომ? იქაც კი რაღაცა ერთ და ორ ადგილსაც კი ართმობს და უნდა რომ რაღაცნაირად აუცილებლად ამ ტელევიზიაზე შეინარჩუნოს გავლენა. ჩემ თვალით რომ ეს არის პოლიტიკური განცხადება, მაგრამ მე შემიძლია პოლიტიკური განცხადებების კეთება. ეს არის ჩემი მოსაზრება. მადლობა. ბატონო, მე უბრალოდ მინდა პარლამენტარებს მოუწოდო, რომ ოდნავეთყობა მოდუნებული აქვს საზოგადოებრივი აზრის მიმართ მათი ყურადღება. ამ პროცესების მიმართ საზოგადოებას აქვს უაღრესად სიმპათიური დამოკიდებულება. აი ამ პროცესის მიმართ, რაც წარიმართა საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით. ამიტომ მე მინდა პარლამენტარებს მოუწოდო, დიახ, საზოგადოების ხარდაჭერა და იმ ადამიანებს, რომლებიც შეირჩნენ, ესენი არიან ძალიან ღირსეული ადამიანები, საზოგადოებისთვის საკმაოდ ცნობილები, ამ ტერმინს გამოვიყენებ და არა ცნობადს, იმიტომ რომ ცნობადი ცოტა სხვა რაღაცაა საქართველოს, ცნობილი სხვა რაღაცა არის. დიახ, აქ შერჩეული არიან ცნობილი ადამიანები, ძალიან ღირსეული ადამიანები, პროფესიონალები, ძალიან პატივსაცემები საზოგადოების მხრიდან, ამიტომ აუცილებლად მოუწოდებ მე მათ, რომ აი ამ 27 კანდიდატიდან შეარჩიონ კანდიდატები და დაასახელონ და უყარონ კენჭი. ეს არის აბსოლუტურად შესაძლებელი. არც მე ვიცოდი ვინ იყო გიორგი ვოლსკი, ვიდრე ის გახდებოდა დეპუტატი, მაგრამ რომელიღაც სით გავიდა და დღეს გავიგე, რომ არსებობს ასეთი ადამიანი გიორგი ვოლსკი, ასე რომ ცნობილი რას ნიშნავს, ვის ვეძახეთ ცნობილებს და ადამიანი რომ ცნობილები არიან, დღეს მსახიობ
მოღვაწეობები, მომღერლები, მოცეკვავეები, მათზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთელი საქართველო მათ იცნობს და დანარჩენი უნდა ნება-ინებ უნდა ჩაიხედონ წარმოდგენილ ბიოგრაფიებში, რომელიც შესაძლოა ჩვენ ამაზეც ვისაუბროთ, შეიძლება ნაკლებად ცნობილია, მაგრამ ქალბატონ მალელა აღნიშნა, რომ როდესაც მისი კონცეფცია წაიკითხა, უკვე შეეცვალა მასზე წარმოდგენა. მისი ეგრეთ წოდებული CV და მოусმინე გასაუბრებას კომისიასთან და დამაინტერესა, ბოლოს ვიცოდი, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელია. და სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ ეს შევიქმნა ადამიანზე შთაბეჭდილება, ეს არის მართლაც დამოუკიდებელი ადამიანი, რომელიც თქვათ ძალიან ბევრი გაუკეთებია და დარწმუნებული ვარ გაცილებით მეტი, ვიდრე პარლამენტის წევრებს, რომელნიც ახლა პარლამენტში ხედავ. და მას კეჭს უყურებთ. ბატონო გენო გისმენთ. მე მინდა რომ შევუვარდე აბა ხო უბრალოდ პარლამენტს, უმრავლესობას, უმცირესობას, ყველა წევრს, რომ ნუ შეუშლიან ხელს საზოგადოებრივ მაუწყებლის, აი ამდენი სატელევიზიო და რადიო არქივით, მათ შორის აჭარის ტელევიზიის და რადიოს განვითარების პროცესს და კიდევ წარადგინონ ის დარჩენილი ორი კანდიდატი და მხარი დაგვიჭირონ ვით უფრო რომ თუ კი ისინი საბოლოოდ ჩათვლიან რაღაც ეტაპზე რომ ჩვენ სულად ვიმუშავებთ, სულად განვავითარებთ საზოგადოებრივ მაუწყებელს, ვერ შევასრულეთ პროგრამულ პრიორიტეტებს თუ ბიუჯეტს არასწორად გავხარჯავთ, უკვე სხვაგვარი მეთოდი არსებობს, მათ შეუძლოთ უნდობლობა გამოუცხადონ, აი ამ ახალ სამეურვეო საბჭოს, ამ იმის რისკი რომ თითქოს რაღაცა შეიძლება შეცდომა დაუშვან, რაც მე ვეღარ გამოსწორდება. ეხლა არ არსებობს, იმიტომ რომ თუ ისინი ეხლა მიიღებენ გადაწყვეტილებას და ეხლა როცა მართლა ჭირდება, სხვათა შორის ეს არ არის მხოლოდ პირველი არხი და პირველი რადიო, ხო რა ძალიან ბევრს გონია იგივე პარლამენტში, თუნდაც არა მხოლოდ პარლამენტში. საუბარია რამდენიმე სატელევიზიო და რადიო არხზე, აი ამათ განვითარებას ეხლა ხო სასწრაფო ჭირდება იგივე პრიორიტეტების დამტკიცება, ბიუჯეტის დამტკიცება და ეხლა დღეს ეს ამდენი მეტია მექანიზმი მუშაობს ბიუჯეტის გარეშე და არა მარტო ბიუჯეტის გარეშე, ხო? და ხო ამიტომ მინდა მხოლოდ და შევთავაზო რომ თუ კი ექნება სურვილი, სადავარ მე დარწმუნებული ვარ ჩვენი კოლეგებიც რომ ნებისმიერ ფორმატში შევხვდებით მათ და წარმოუდგენთ ხელახლა ჩვენს პრეზენტაციებს თუ კონცეფციებს და გრემავთ თავისი ბიოგრაფიას ჩვენსაც. დიდი მადლობა და ბატონო ემზარ. ამჟამინდელი ბორდის ასე ვთქვათ, ბიუჯეტის გარეშე რატომ მუშაობს, მაგას მოგახსენებთ, ანუ ბიუჯეტის გარეშე არ მუშაობს, რასაკვირველია. ასეთი მექანიზმი არ არსებობს. ანუ მუშაობს გასული წლის ბიუჯეტით მუშაობს, რა თქმა უნდა, ეს ბიუჯეტი მისთვის არის უკვე რასაკვირველია არაკომფორტული. ხომარა ცისფოროს დაჭირდა სარეზერვო ფონდიდან თანხა, ხო? დაჭირდა სარეზერვო ფონდიდან, რაც კანონდარღვევით მოხდა რასაკვირველია და მიზეზი იცით თქვენ საკონსულტაციო უფლებით სამეურვეო საბჭოს დატოვება იყო ეს ერთი, საერთოდ ძალიან დიდი ეჭვები გაჩნდა, ეს ეჭვები გაუჩნდა ამ პროცესის მიმართ როგორც საერთაშორისო რანგის ექსპერტებს, მონიტორინგის ჯგუფებს, აი უახლოეს პერიოდში ჩამობრძანებულებსაც დარწმუნებული ვარ და მათი განცხადებებიდან ჩანს. ასევე მე დამრჩა ასეთი ეჭვი გამიჩნდა ესეთი რომ რატომღაც როგორც ჩანს გარკვეულ ჯგუფს, გულისხმობ პოლიტიკურ ჯგუფს, ადვილი სამართავი ეგონა მედია კოალიციის ზოგიერთი წარმომადგენელი და მათ და სამწუხაროდ არ აღმოჩნდა ადვილი სამართავი და ჩვენ მივიღეთ ძალიან ტრაგიკომიკული სიტუაცია. ამით დავასრულებ ამ ნაწილს, რაც შეეხება საკონსულტაციო უფლებით დარჩენილ სამეურვეო საბჭოს, რომელსაც საშუალება არ აქვს დაუმტკიცოს იგივე აჭარას ბიუჯეტი, ის ძველი ბიუჯეტითაც ვერ იმუშავებს რასაკვირველია, იმიტომ რომ ჩვენ ვერ გვექნებოდა გათვალისწინებული შარშანის ჩვენი ნაწილი არ გახლდათ. წელს თავისთავად მათ იმის საშუალებაც არ აქვთ, რომ ძველი ბიუჯეტის მიხედვით, ანუ ჰაერში არიან საერთოდ დამატებით კიდევ მინდა ვთქვა, რომ ამ საკონსულტაციო უფლებით დარჩენილ სამეურვეო საბჭოს სხვა საშუალება რეაგირების რასაკვირველია არ ქონდა არანაირი, მაგრამ ერთი საშუალება ქონდა, რასაც ქვია სახელმწიფო ფონდის გადახარჯვა, ამაზე მე სპეციალური პრესკონფერენციაც ჰქონდა მოწყობილი და 10 მილიონის ნაცვლად დაიხარჯა 15 მილიონი. ეს არის ძალიან სერიოზული გარღვევა, მეგობრებო, გადაგზავნილი არის შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებში, მთავარ პროკურატურაში, ფინანსურ პოლიციაში და ჩვენ ველოდებით რეაგირებას. მადლობა. სტუდენტებსაც მინდა ვკითხო აზრი, ვინაიდან ისინი საზოგადოების წარმომადგენლები არიან, რომლებისთვისაც უნდა იმუშაოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, გისმენთ. მე ვარ კახას რეგულაციის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან სტუდენტი. პირველ რიგში მინდა შევეხო ბატონი გელას თემას, რომელიც წარმოადგინა აჭარამ და არ შეიძლება თავარ პარლამენტმა ჩააგდოს ეს კანდიდატი, რომელიც წარმოადგენელია ამ ხამდენი ადამიანისგან და არა უბრალოდ ერთი ადამიანის სურვილისგან. პირველ რიგში უნდა გათვალისწინებული იყოს საზოგადოების აზრი და ბატონი გელა ჩემი აზრით უნდა იყოს უპირობოდ გასული. არანაირი შეხება არ მქონია, არ ვიცნობ, მაგრამ თავისმა
ასე ვთქვათ, კონკურენტებმაც კი აღნიშნეს, რომ ის ბრწყინვალე იყო თავისი. საზოგადოებაში ვხედავ, რომ უამრავი ხარდამჭერი ყავთ, მაინც პარლამენტში არ აღმოჩნდა საკმაოდ. ერთი მინდა კიდე აღნიშნო, რომ ძალიან გადაიღალა საქართველოს, ძალიან პოლიტიკური, სულ პოლიტიკაზე გვესმის და ძალიან დაძაბულობაა. ნაციონალები ოცნება არ არის, მას საქართველოს არც ნაციონალებს და არც ოცნებას, ეს არის ჩვენი. ქართველების არის და იყოს ერთიანობა და მადლობა. ყველაფერი კარგად იქნება მე. მადლობა. გისმენთ. გესალმებით, გრიგოლ კალანდაძე, საქართველოს უნივერსიტეტი. გიორგი, მე თქვენს ერთ-ერთ გადაცემაში აღნიშნე, რომ არავითარ შემთხვევაში არ მოვერიდები ქართული ოცნების ხელისუფლების კრიტიკას, თუ ამის საჭიროება დადგება. მე ვფიქრობ, რომ ამის საჭიროება ეხლა დგას. ქართული ოცნება სულ რაღაც 2-3 წლის წინ ქართულმა მომრჩეველმა, უმრავლესობამ ქართული ხალხისა მოიყვანა სათავეში ორი ბაზისური პრინციპის გათვალისწინებით. ერთი, ეს არის სამართლიანობის დამკვიდრება და მეორე, ეს გახლავთ პარტიული ნიშნით ადამიანების გამორჩევა, არ გამორჩევის საკითხის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება. ჩემი აზრით, აი ეს ორი ბაზისური პრინციპი, რომლის გათვალისწინებითაც თავის დროზე ქართული ხალხის უმრავლესობა მოიყვანა ქართული ოცნება სათავეში, ირღვევა სწორედ აი ამგვარი მოქმედებებით ხელისუფლების მხრიდან და იმ ფაქტებით, რომლებიც ჩვენ ახლა გვაქვს სახეზე, ბორდის სახით თუნდაც. იცით რატომ? იმიტომ რომ აი იგივე ჩემს წინ გამოსვლელმა სტუდენტმა აღნიშნა, ბატონი გენო, რომელმაც არაერთი ეტაპი გაიარა წარმატებით და რომელმაც დიახ, არა მხოლოდ უმრავლესობა, არამედ უმცირესობამ დაუჭირა მას მხარი უმაღლეს საბჭოში. ქალბატონი ნინია, რომელსაც მე პირადად როგორც რიგითი მოქალაქე ვიცნობ, როგორც უმაღლესი სამოქალაქო აქტიურობის ადამიანს. აი ესეთი ადამიანები, რომ დღეს იბლოკებიან ხელისუფლების მხრიდან, ეს არის პირადად ხელისუფლების პასუხისგებლობა და მე როგორც რიგითი ამომრჩეველი, რომელმაც თავის დროზე გამოუცხადა ქართულ ოცნებას ნდობა როგორც 2012 წლის, ისე 2013 წლის არჩევნებში, ეხლა სწორედ მას ვაკისრებ იმის პასუხისგებლობას, რომ რაც შეიძლება მალე მოგვარდეს ეს საკითხი და რაც შეიძლება დროზე გადაწყდეს ეს პრობლემა. დავასრულოთ დღევანდელი გადაცემა იმ კომისიის თავმჯდომარის მოსაზრებით, რომელმაც შეარჩია ეს სია, რომლისგანაც დეპუტატები ვერ აწყობენ ერთ ბორდს, რომლისგანაც შეიძლება ორი ბორდი აიწყოს, როგორც ქალბატონი ია ამბობს. კომისიამ ეგ სამუშაო შეასრულა, რამდენად კვალიფიციურად, რამდენად ღირსეულად ეს მართლა საზოგადოებამ უნდა შეაფასოს. კიდე ერთხელ მიმართო ყველა მაყურებელს თქვენი გადაცემისა, რომ არ დაიზარონ შევიდნენ პარლამენტის ვებგვერდზე, ნახონ ეს ბიოგრაფიები ამ ადამიანების, ნახონ მათი კონცეფციები და ამის მიხედვით კი შეიქმნა წარმოდგენა, ვიზია საუბარი და რატომ ვერ იღებს გადაწყვეტილებას პარლამენტი. მოკლედ მინდა, ძალიან მოკლედ მინდა ვთქვა ორი მოსაზრება, ორ საკითხზე ჩემი მოსაზრება. პირველი ის, რომ პრაქტიკა საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებობისა კარნახობს იმას, რომ დავინახოთ რეალურად რის გამოც შევიდა საზოგადოებრივი მაუწყებელი კრიზისში. პოლიტიკური მმართველობის ის წესი, რომელიც იყო 6-7 წლის განმავლობაში ამ არხზე, ამან მიიყვანა იმ კრიზისამდე, რადგან ბატონი ემზარი საუბრობდა წეღან, რომ დღეს პრაქტიკულად საზოგადოებრივ მაუწყებელს ყავს ქმედუუნარო საბჭო. საბჭო, რომელიც ვერ იკრიბება და ვერ იღებს ვერანაირ გადაწყვეტილებას. ამ შემთხვევაში იმ ადამიანების ინიციატივა, ვინც დავწერეთ კანონი და ვინც მერე გავწიეთ ლობისტური მუშაობა, რომ ეს კანონი მიიღოთ, იყო ზუსტად პრევენცია იმისა, რომ ეს რისკები ჩანდა და ამ რისკების წინაშე შიშველი ხელები დარჩებოდა ჩვენი საზოგადოება, მაგრამ რა კი კანონი იქნა მიღებული, ამ კანონში იყო ჩადებული ყველა ის მექანიზმი, ყველა ის ხერხი, რომლითაც იქნებოდა საზოგადოება დაცული, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ აღმოჩენილიყო პოლიტიკური ახალი ტიპის პოლიტიკური მმართველობის გავლენის ქვეშ. აი ეს დოკუმენტი, რომელსაც აფრიალებდა ბატონი ემზარი ეუთოს დასკვნა, ეუთოს ექსპერტად დასკვნა, რომელიც გასული წლის თებერვალში გამოქვეყნდა, სწორედაც აი ამ კანონ პროექტის შეფასება იყო და რას აფასებდნენ პოზიტიურად სწორედაც ეუთოს ექსპერტები. საკმაოდ წარმომადგენლობითი ჯგუფი იყო, ის იყო, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს დაკომპლექტების აი ის წესი, რომელიც თქვენ თავიდან გადაცემის დასაწყისში ასწავლეთ, აი დივერსიფიკაცია, ვინ როგორ ირჩევს, რატო ირჩევს, ეს ზუსტად ჩვენი ტიპის არამდგრადი დემოკრატიის ტიპის ქვეყნებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ყოველთვის არის ჩვენნაირი სახელმწიფოების პოლიტიკურ ცხოვრებაში იმის რისკი, რომ ხელისუფლებაში აღმოჩნდეს ერთი დომინანტი პარტია, რომელსაც ექნება სურვილი უბრალო უმრავლესობიდან საკონსტიტუციო უმრავლესობისკენ გაექცეს თვალი. და აი ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ერთ
პოლიტიკურ ძალას არ აღმოაჩნდეს ბერკეტი იმისა, რომ მთელი საბჭო მან დააკომპლექტოს. რასაც აკეთებდა წინა წლებში სწორედაც ნაციონალური მოძრაობა. აი ეს მექანიზმები იყო ჩადებული და ამ მექანიზმებს უნდა უზრუნველყო. ეს მექანიზმები მუშაობდა და თქვენ თვლით რომ ახლა ეს მექანიზმები დაირღვა, სწორედ რომელმაც უნდა უზრუნველყოს 22 დეკემბრამდე ეს ყველა მექანიზმა იმუშავა, რაც კანონში არის გაწერილი 22 დეკემბრამდე. მათ შორის იმ ვადების გადმოწევამაც არანაირი დისკრიმინაციული და მით უმეტეს დრაკონული არ არის, რომ 1 იანვრიდან 27 ნოემბერზე გადმოიწია ვადებმა, იმიტომ რომ იგი ეუთოს ექსპერტების რჩევა იყო, რომ ეს პროცესი საბჭოს შეცვლის ახალი საბჭოთი არ დამთხოვოდა პოლიტიკურ პროცესებს. ამიტომაც ჩვენ კანონპროექტის ავტორები და მთელი მედია კოალიცია ვიბრძოდით იმისთვის, რომ სწორედად საპრეზიდენტო არჩევნების, ანუ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ დაწყებულიყო ეს პროცესი. და ამიტომაც ნუ ახლა ბოლო-ბოლო მართლა გამოუვალი ვითარება იყო ნოემბერში იყო. გამოუვალი ვითარებიდან გამოსასვლელად უნდა ჩაერიონ ან შესაძლოა ჩაერიონ უფრო მაღალი თანამდებობის პირები, მაგალითად პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც კოორდინირებდა ამ საბჭოს, ან პრემიერ-მინისტრი. ამ შემთხვევაში მთელმა პოლიტიკურმა გუნდმა, უმრავლესობისაც და პოლიტიკურმა გუნდმა უმცირესობისაც უნდა აიღონ მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობა. მე შეიძლება შევეპასუხე ბატონ გიას, მაგრამ მე ბოლო ფრაზა ძალიან კარგად ჩამჩა ხურში და იმედია twin-შიც, როდესაც ის საუბრობს, რომ დავიცადოთ ხვალამდე, ხვალ კიდევ არის კენჭისყრა და დავიცადოთ კენჭისყრამდე. ეს მოდი კიდე ერთი პატარა იმედის მომენტი იყოს, რომ იქნებ პოლიტიკური უმრავლესობა წყვეტს საკითხს, ისევე როგორც პოლიტიკურმა უმცირესობამ დღეს გვაჩვენა, რომ ის ავსებს სიას და იქნებ პოლიტიკურმა უმრავლესობამ შეავსოს ეს სია და ეს პროცესი ძალიან მშვიდად მივიყვანოთ ბოლომდე და ჩვენ მივიღოთ კარგი მაღალხარისხიანი საბჭო, სამეურვეო საბჭო და მე ამის შემდგომ პირადად მე ერთი მოქალაქე ზვიად ქორზე, მე დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი ჩემი კოლეგა მართლა ვიქნებით დაუზარალად, იმიტომ რომ კანონში არის გაწერილი, რომ სამეურვეო საბჭოს ყველა სხდომა იქნება ღია, რომ სამეურვეო საბჭოს სხდომაზე ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება დასრების და კითხვის დასმის. და აუცილებლად შეიძლება ზედმეტად პოლიტიზებული ვიყო და ამის პირობას ვაძლევ ქალბატონ მარინას, იმიტომ რომ ის უკვე არის არჩეული საბჭოსები და ქალბატონ ქეთის და ქალბატონ ნათელას და თუ აირჩევენ ქალბატონ ინიას, ქალბატონ რელას და ბატონ გენოს, მათაც ვაძლევ პირობას, რომ ყველა სხდომაზე მივალ და ყველა სხდომაზე დავსვამ კითხვას, იმიტომ რომ ვერ იზამთ ამას, იმიტომ რომ სხდომა იქნება ღია, საჯარო და თქვენ ისევე იქნებით არა კონკრეტულად ერთი მოქალაქის, არამედ მთელი საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული, რომ არ მივიდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი ისეთ კრიზისამდე, როგორამდეც მიიყვანა ეს წინა პოლიტიკური ზემოქმედების ქვეშ მოქმედმა საბჭომ. იმედი ვიქონიოთ, რომ ამ კრიზისიდან მალე გამოვალთ და ყველაფერი დასრულება მშვიდობიანად სასურველია განმეორებითი კონკურსის გარეშე. დიდი მადლობა ჩვენ სტუმრებს, დიდი მადლობა მაყურებელს, რომელიც გვიყურებდა. არჩევანი ამით დასრულებულია. ჩვენ გემშვიდობებით მომდევნო სამშაბათამდე. ნახვამდის.